მოგესალმებით, ბატონო მამუკა, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის კუთვნილი ადგილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. სანამ გადავალთ საქმეზე, ბატონო მამუკა, პროცედურა ასეთი, რომ კომისიის სახელით უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. თუ კი თქვენ მიერ განზრახ ცრუ ახსნა განმარტება იქნება ჩვენთვის მოცემული, ეს ნიშნავს სალაპარაკო ენაზე ტყუილის თქმას, ეს არის დასჯადი. ასევე კითხვებზე პასუხისათვის თავის არიდება არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თემა ჩვენი კანონით და ეს ყველაფერი რომ თქვენ მე აგიხსენით კომისიის სახელით, რომ თქვენ გათვითცნობიერებული გაქვთ, გთხოვთ ამის დასტურად წინდებარე დოკუმენტზე დასვათ თქვენი ხელმოწერა. თუ არ შეწუხდებით. ბატონო მამუკა, ჩვენი კომისია, თქვენ ალბათ იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტოთ, შექმნილია იმისთვის, რომ პირველ რიგში აღადგინოს და დაადგინოს ის ფაქტები, რომელიც 2003-2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რეჟიმის დასახასიათებლად და მისი პოლიტიკური შეფასებისთვის მნიშვნელოვანია და ასევე იმ ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას, ყავდა თავისი პოლიტიკური თანამდებობის პირები. თქვენ ალბათ იცით, რა იგულისხმება პოლიტიკურ თანამდებობის პირებში, ვინც არ იცის განსაკუთრებით შესაძლოა ეს იყოს სრულიად ახალი თაობის წარმომადგენელი, მათთვის განმარტავ, რომ ეს არის მაგალითად პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი. ამათ შორის არ იგულისხმება ამ ტერმინში ჯარისკაცი, პოლიციელი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი მანდატი გულისხმობს მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შეფასებას. ჩვენ ამიტომ რთული ამოცანა გვაქვს, რომ გავმიჯნოთ წმინდად სამხედრო საქმე პოლიტიკური საქმისგან. ამას იმიტომ ვხსნი, რომ იმ დროს მე ასე ვთვლი, ეს ორი რამ იყო არამც თუ აღრეული, არამედ ხანდახან რომელიცად იწყებოდა და რომელიცად თავდებოდა, ძნელი იყო განგესხვავებინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როგორღაც ჩვენი განვითარების, ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე პირველი ვისწავლოთ ამის გამიჯვნა ყველამ ერთად და ასევე შემდეგ ყველა ხელისუფალმა პოლიტიკოსმა, ვინც მოვა ქვეყნის სათავეში, იცოდეს, რომ სამხედრო საქმეს სამხედროები უნდა უძღვებოდნენ და აკეთებდნენ და პური უნდა გამოაცხოს მეპურემო, ქართველი კაცი ამბობს და პოლიტიკოსები უნდა აკეთებდნენ. და რომ პოლიტიკოსისთვის დიდი პასუხისმგებლობაა თავისი საქმე და ჯარს უნდა მოუფრთხილდეს. უნდა მოუფრთხილდეს თავის სამოქალაქო საზოგადოებას. აი ამ ყველაფერზე საუბრობთ. თქვენ გთხოვთ, რომ პირველ რიგში თქვენი განათლებისა და კარიერის შესახებ გითხრათ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, სად სწავლობდით, როგორ დაიწყეთ თქვენი საქმიანობა. ამჟამად რა საქმიანობთ, მოკლედ, სულ 2 წუთი ამისთვის გეყოფათ და შემდეგ ან თავისუფალი თხრობის რეჟიმში 10 წუთის განმავლობაში გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ 2007-2008 წლებში, ან თუ გნებავთ
პირდაპირ ჩვენ დაგისვამთ კითხვებს, მაგრამ ჯერ ბიოგრაფიული ცნობებით დავიწყოთ. მადლობა. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის, ქალბატონო თავმჯდომარე. გენერალი მამუკა ყურაშვილი ნოდარისძე დაბადებული 1970 წელს 17 იანვარს. დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი, უბანი ვერა. სწავლობდი სამოქალაქო განათლება ფიზკულტურის ინსტიტუტში დამთავრებული. ვიყავი პროფესიონალური სპორტსმენი, 10 წელი დავდიოდი ველოსპორტზე, ვარ საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. 91-92 წლიდან ვირიცხები შეიარაღებულ ძალებში, მსახურობდი ეროვნულ გვარდიაში. სამხედრო განათლება მაქვს. მოსკოვის ჯავშანსატაკო აკადემია, მოლინოვსკის სახელობის წითელ დიპლომზე დამთავრებული. 99 წელს დამთავრე. მანამდე სხვადასხვა თანამდებობები მქონდა დაწყებული მაქვს ლეიტენანტიდან და ამოსული ვარ ეროვნულ გვარდიაში, როგორც ვიყავი შეიარაღების უფროსის მოადგილე, შეიარაღების უფროსი. მომიწი აკადემიის მერე ყოფილიყავი ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, სარდლის პირველი მოადგილე და გარკვეული პერიოდი სარდლის მოვალეობას ასრულებდი, როცა მძიმედ იყო ავად ცხონებული აცონის მისი სული ბატონი ჯერმანი ჭუმბურიძე გენერალი. შემდგომში ვიყავი 2004 წლიდან უკვე ქალაქის კომენდანტი, მე გავხდი 2006 წელს დავინიშნე სამშვიდობო შტაბში ქალაქ ცხინვალში. მე დამითხოვეს თანამდებობიდან 1 წელი უმუშევარი ვიყავი. დამაბრუნეს 2007 წელს ისევ იანვარში. სახურობდი ვიყავი უფროსი სამხედრო მეთაური, შემდგომში გავხდი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი 2008 წელს. შემდგომში დავინიშნე შტაბის უფროსის მოადგილედ და 2011 წელს დამეთხოვეს შეიარაღებული ძალებიდან. დიდი მადლობა. შესაბამისად, თქვენ ორჯერ ხართ დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან, თანამდებობიდან ყოველ შემთხვევაში. 2006 წელს მიზეზი რა იყო გათავისუფლების? მე დღესაც ზუსტი პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე. შიგა კულუარული ინტრიგები, რომ შეიძლება ესე აიხსნას მაღალ თანამდებობის პირებს შორის. ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქროშვილის დაპირისპირებას და მე როგორც სამხედრო მეთაური ნოხის ქვეშ და კულისების უკან ახდებოდა არ ვიცი ჩამოგზანებული იყო მინისტრი ოქროშვილი ცხინვალიდან გამოვატარე გორგოძის მერე შინაგან საქმეთა მინისტრის მერე ეგ ზარგაული არ არის გამოვატარე და ამაზე ეს თქვა დაიბოგმა და გამათავისუფლა. არ ვიცი პასუხი არ მაქვს აი ეს ოქროაშვილმა? ირაკლი ოქროაშვილი. ვინ მინისტრი იყო სამსახური? მერაბიშვილი იყო ხეობაში ჩამოს. მე მაგათი ურთიერთობა არ ვიცოდი რატო და რისთვის მაგრამ. ესე იგი საზოგადოებამ რომ კარგად გაიგოს. თქვენ გამოატარეთ ცხინვალში. დიახ. შეატარეთ და მე გამოატარეთ? არა, წლიდან გადმოვიდა, ქურთაში პოლიცია გაიხსნა. და გამოვატარეთ ცხინვალის გავლით, ამოვედით დაანჩენ საქართველოში. და ამაზე და ბატონმა ირაკლი ოქროაშვილმა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გამოატარეო, ამიტომ გაგათავისუფლოთ, თქვენ ასე ფიქრობთ. კი, მე კონტაქტი არ მქონია, არ ვიცი. დღემდე მიზეზი არ ვიცი. აი, რაც ზოგადად ჭორით მომიტანეს, სიმთვრალოს ეს იყო. გასაგებია. და 2007 წლის იანვარში დაგაბრუნეს, როდესაც შეიცვალა მინისტრი, ამას ამბობთ? დიახ. დაინიშნა ვინ მინისტრად, თავდაცვის მინისტრად? დათო იყო კეზერაშვილი. დავით კეზერაშვილი და დაგაბრუნეს. კარგი. ესე იგი 2007 წლის იანვრიდან უკვე იქ ხართ და 2011 წელს რატომ გაგათავისუფლეს? თუ ვინ გაგათავისუფლეთ?
მაგის მიზეზიც არის, ბოლო თანამდებობა ჩემი იყო უკრაინაში სამხედრო ატაშე ვიყავი. და ბრძანება მოვიდა და დამეთხოვეს. ჩართეთ. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. მანამდე 2008 წლიდან ატაშ 2008-ში ისევ გაგათავისუფლეს თქვენ, ხო? 2008-ში სამშვიდობო მისია შეწყვიტეს და დაინიშნეთ გადამიყვანეს იმაში შტაბში მოადგილედ თანამდებობაზე. აი ატაშე სანამ გახდებოდი თუ იმაში რა ქვია უკრაინაში მანამდე სად მუშაობდით? მოადგილე ვიყავ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. ანუ წვეთა აღარ ქონიათ მე. 2008 წლის მერე ომის მერე შტაბი გაუქმდა, სამშვიდობო ოპერაციების შტაბი აღარ ფუნქციონირებდა და უკაცრავად იმაში გენინსპექციაში გადამიყვანეს ჯერ სამხედრო კუთხით და მე გადამიყვანეს უკვე მოადგილედ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ. გასაგებია. ეს უკვე სიხარულის პერიოდი იყო თუ არ ვცდები. გასაგებია. კარგი, ბატონო მამუკა, ეს რაც შეეხება ბიოგრაფიულ ცნობებს. ეხლა როგორ გირჩევნიათ, რომ ჩვენ დაგისვათ კითხვები თუ თქვენ გაქვთ 2007 წლის იანვრიდან სანამ დაიშლება შტაბი, მანამდე პერიოდში რას საქმიანობდით? ამას თქვენ მოგვიტყვებით თუ ჩვენ დაგისვათ კითხვები? ალბათ უფრო საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, რომ პირდაპირ კითხვები დამისვათ და აქვეეთი თუ მაგ ეს პატარა პერიოდი დრო მინდა რომ გითხრათ თქვენ იცით კარბატონო თია არაერთი ღამე გაქვთ ამ საქმეზე გათენებული ბატონო მამუკა ბოდიშს გიხდით ძალიან ცუდად მესმის თქვენ გესმით და ცოტა მიკროფონი რო თითქმის ვერ ვიგებ რას მეუბნებით მადლობა მე მინდა გაგიცხადოთ კარბატონო თია რომ თქვენ არაერთი ღამე გაქვთ გათენებული ჰააგის ტრიბუნალის ამბავი იცით და ყველა პატრიცემული სტუმარი ვინც აქ არის მოზანებული იმით განსხვავდები რომ მე ვარ დაკითხული ჰააგაში ვარ მოწყვეტ ვერ კითხვაზე შეზღუდული ვარ იცით თქვენ რომ ვერ უპასუხებ იმიტომ რომ გაუთქმელობაც არის და აქედან გამომდინარე მაგ მე ძალიან ბევრი უამრავი ჩვენებები მიცემული სხვადასხვა კომისიებზე მათ შორის დაკითხული ვარ მათ შორის არსებობს სტენოგრამები ის რომ 17 წლის თავზე დღეს კიდე რაღაცა ვსად ვარ ყველა კითხვის პასუხი გავცე იმ მოკლე პერიოდში როცა ომი ახალი მოხდარი იყო უფრო კარგად მახსოვდა და მე ყველა ჩემს სიტყვას ვეთანხმები მაგის თქმა მინდა და შეგიძლიათ გამოვაშკარავოთ და აჩვენოთ ის ჩვენებები ამის თქმა მინდა თვითონ რაც შეეხება 2007 წლიდან და მანამდე პერიოდს ყველა დეტალზე მზად ვარ გიპასუხოთ მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო პასუხისგებლობა მაქვს დაღუპულებთან ვიღაც ტვინ მოღრცილებისგან არ მოყვა სწორი შეფასება მიუხედავად იმისა რომ ამ კომპონენტზე ბატონმა გენერალ გოგავმა ამოწყროა პასუხი გასცა ჩემი რმარწმენით მე არ მაქვს უფლება რომ ამ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ კითხვას არ გავცე პასუხი თან გამომდინარე რომ ტვინ მოღრაცის ვერ მისცემს საშუალებას რომ დაღუპული გმირი ოჯახის წევრებთან ვინმე მივიდეს და თქვენ უღირსი ადამიანი თქვენ შვილს მეთაურობდა და იმას კითხვაზე პასუხი არ აქვს მაგას ვერ დაუშვებ რომ ვინმე ეს ვაკეთებდა და მოდით ეს ერთად შევეცადოთ რომ გავაკეთოთ რომ კითხვებზე პასუხი გქონდეს რომ დაღუპულთა ოჯახებიც გვიყურებენ კარგი მიდგომა არის ჩვენიც იგივე რომ კითხვები არსებობს საზოგადოებაში და გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. რა კი მოგვეცით ამის უფლება, ჩვენ მაშინ თქვენ თავისუფალი თხრობის რეჟიმში კი არ მოგისმენთ, არამედ პირდაპირ კითხვებს დაგისვამთ. მე მაქვს პირველი კითხვა. 2007 წლის იანვარში თქვენ ბრუნდებით. და რო გითხრათ, ამ პერიოდში სანამ 2008 წლის აგვისტო დადგება. თითქმის წელიწად ნახევრის განმავლობაში. ხომ არ იყო რაიმე ტიპის სიგნალი ან მინიშნება ან სამხედრო მნიშვნელობის ან პოლიტიკური ფაქტი ან ინფორმაცია თქვენთვის ცნობილი
რომელიც გაფიქრებინებდათ თქვენ პირადად მამუკა ყურაშვილს, რომ შესაძლოა ისე დაიძაბოს ვითარება ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს გადაიზარდოს ომში. არა. მე ალბათ მოსული ვარ, რომ შეფასებებს მე ალბათ არ გავაკეთებ, მე სამხედრო ფაქტები გითხარით. კი, რა თქმა უნდა. კი ან არა. არ ყოფილა ესეთი რაღაცა, ვიღაცას ეთქვა, რომ რაღაცა მზადდება და განსაკუთრებულად ეხლა აი ამ კუთხით უნდა ყოფილიყო. მაგას მეკითხებით და მე ესეთი ინფორმაცია არ მქონია. თქვენ არც ინფორმაცია გქონდათ და არც განწყობა ხო, რომ შეიძლება ან ესკალაცია იყოს, შეიძლება ეს რისკი დადგეს იმის, რომ გადაიზარდოს ღია დაპირისპირებაში და საომარ მოქმედებებში. ასეთი რამ არ ყოფილა. კონფლიქტის ზონაში ვიყავი, სხვა განწყობა წარმოუდგენელი არის, ხავდოთ. მე შიცხინოში ვიყავი. ეს მე რაც მეხება, მაგრამ ისე რომ დამატებით რაღაცა ჩამოსული იყო, რომ აი ხლა კი ბატონო, შიცხინვალში იყავით შტაბში. 2007 წლის იანვრიდან როგორც დავინიშნე, ეგრეთ წოდებული ნიშნი გარადოკი იყო, ვეხნი გარადოკი და ნიშნი გარადოკი. ვეხნი გარადოკი იყო განთავსებული ნიქოში და ნიშნი გარადოკი ეს იყო შტაბი, რომელიც ფუნქციონირებდა ცხინვალში, წარმოდგენილი იყო ქართული სამშვიდობოების ძალები 20 კაცის პირადი შემოადგენლობით და იქვე ფუნქციონირებდა კულახმეტოვის შტაბი, რომელიც იყო სარდალი კონფლიქტის ზონაში, ქართველებს და უსეს ყავდათ უფროსი სამხედრო მეთაურები, სტაში უინსკი ნაჩალნიკი. კი ბატონო, და თქვენ ამ თქვენს 20 კაცთან ერთად იყავით იანვრიდან უკვე ცხინვალში. დიახ, ზანება როდემდე იყავით იქ? 2008 წლის მაის ზუსტად ზანება თარიღი არ მახსოვს, მაგრამ 2008 წლის აპრილამდე სანამ შეიქმნა სამშვიდობო ოპერაციების შტაბი. მე დავინიშნე სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი. აპრილამდე იქ ხართ? დიახ. და აპრილში იქნება ეს შტაბი და ამ შტაბში რა ფუნქცია გაქვთ, რო უთხრათ საზოგადოებას? ამ შტაბში ფუნქცია მაქვს, რომ ყველაფერს ისე ვაგრძელებ, რასაც საქმიანობდი და ზევიდან დაემატა სამშვიდობოების შტაბი, რომელიც განთავსებული იყო დასავლეთში, კერძოდ სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მიმდებარე იყო აფხაზეთ და ანჩენის საქართველოს. ვინ შექმნა ეს სამშვიდობო შტაბი? გენერალურმა შტაბმა. გაერთიანებულმა შტაბმა. გაერთიანებულმა შტაბმა და თქვენ მისი ნაწილი ხართ. გასაგებია. აი უკვე 2008 წლის აპრილიდან ცხინვალში ყოფნა უწყვეტად აღარ გიწევთ, ესე იგი. დაძაბულობა პერიოდულად არის და მიწევს კი. მაგრამ ხანგამოშვებით ჩადიხართ მაშინ, როდესაც 2008 წლის აპრილამდე უწყვეტად იქ იყავით, ხო? იქ რჩებოდი. იქ რჩებოდით და 2008 წლის აპრილიდან უკვე დროდადრო ჩადიოდით იმის დამიხედვით რა ვითარება იყო? სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ხშირ შემთხვევაში საჭირო იყო, რომ ღამე იქ ყოფილიყავი, როცა შეიქმნებოდა ვითარება, მოხდავდა ეს მთლიან სურათს, იმუხდებოდა, იმიტომ რომ თვითონ ოსის სეპარატისტებიც უფრო მაგ შემთხვევაში წლანად იყვნენ, როცა ეგრეთ შეიძლება ითქვას, როცა იძაბებოდა აი მაგალითად თუ რამე დაღუპვა იყო, გაბატონოთ, ვინმე დაიღუპებოდა იქ, პირდაპირ შეიძლება კალენდარზე აგეღნიშნა, როდის არის გასაფლეება 40 და წლისთავი. ეს გარდუვალი სროლები იყო. და მაგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როცა მიწევდა სიარულს ხან იქ ჩავდიოდი ხან არ ჩემ მე არ ყოფილა შტაბი უზნაძეზე იყო სამშვიდობო ოპერაციების და მე ფაქტურად არ ვიყავი, სულ იქ მიწევდა, იქ ვიყავი იქით. იმიტომ რომ ყურადღება იყო საჭირო ძალიან. კი ბატონო. ესე იგი 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე, როდესაც თქვენ არ გიწევთ პრაქტიკულად ცხინვალიდან გამოსვლა და იქ არის თქვენი ადგილი. ხო ასეა, უწყვეტად იქ ხართ. ყოფილა თუ არა რაიმე ტიპის ისეთი მდგომარეობა, როდესაც თქვენ გიფიქრიათ, რომ აი თუ რაღაცა ნაბიჯები არ გადაიდგა, სამხედრო ნაბიჯებს არ გულისხმობ, პრევენციულ ნაბიჯებს გულისხმობ. თბილისში, ცხინვალში, რუსეთში, ვაშინგტონში შეიძლება რაღაცა უბედურება მოხდეს. ყოფილა ასეთი 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე. ჩემი შესაძლებლობები ძალიან პატარა არის. ეს ჩემ კომპეტენციას ხდება, მე არ ვიცი ხა მაღლა ვასწავლები როგორ ეწყობოდა. მე ჩემ განწყობას გეტყვით, რომ ეს არის გაყინული კონფლიქტი.
შიგნით. მე მაგ იმაზე რომ იქ წავიდე, მაგრამ გაყინული თქვენს დონეზე გეკითხებით, რომელიც პატარა დონე არ იყო, მაგრამ გასაგებია რომ უმაღლეს მთავარსარდლის დონე ეს არ გახდათ. ყველა უწყებაში თუ იერარქიულ სტრუქტურაში, როდესაც ზევით რაღაც ხდება, ქვევით ეს იგრძნობა. მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ერთი წუთით. ესე იგი თქვენს დონეზე გაყინული კონფლიქტის განცდა 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე, ასეა. გაყინული ჩანს, მაგრამ არაფერი გაყინული არ იყო, იმდენი შემთხვევები იყო, ბატონო, მოგეხსენება თქვენ, არ ვიცი. სპორადული ინციდენტები მანამდე 2004-ის მოვლენების მერეც 2005-ში მომიწია. ეს ვიცით, მაგრამ ისეთი რამ, რაც უკვე ზღვას ცილდება და თქვენ გაფიქრებინებთ, რომ შეიძლება აქ სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, ომი ატყდეს, ასეთი არაფერი ჯერ არ ხდება. არაფერი, ეს მოგვეცა ამის საშუალება უფრო 2008 წლის 3 აგვისტოს, როცა მონიტორინგის დასკვნა არის, თქვენ მოკლეული და საქმეში არის, როცა ილიკაესძივით ნაცეტილი ტანკები ისატყვიათ სარაბოგზია, საბუშაგოზია აქ ნასროლი და ეს პირდაპირ დარღვევა არის. თუ მაგას მეკითხებით იარაღიდან გამომდინარე, ეგ ომს ნიშნავდა ფაქტიურად. 3 აგვისტოს. მივავთ 3 აგვისტომდე. კარგი, ესე იგი გავიარეთ 2008 წლის აპრილამდე პერიოდი, იქ არაფერი ასეთი არ ხდება. ამის შემდეგ დგება უკვე 2008 წლის მაისი და შევდივართ ზაფხულის თვეებში და თქვენ უხშირებთ ალბათ სიარულს უკვე ცხინვალში, ხო? თუ სათხართ ამ დროს, ივნისი, აგვისტო, ფიზიკურად სათხართ ხოლმე. მოძრავ ხან ცხინვალში ვარ, ხან ევრიკისის აბუშაგოზე ხვდები, ულახმეტოს იქ ამოდის ხშირ შემთხვევაში. ეს ყველაფერი დადასტურებული არის მონიტორინგის დასკვნის ჯგუფებით. გავიგონთ, იქ იყო უზენაესი საბუთი მონიტორინგის დასკვნის ჯგუფი, რომელიც OBS-ი აწევდა ხელს და ერთხელ არ არის ქართული მხარე დადანაშაულებული ცეცხლსხეშეკრულების დადანაშაულება. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ჩვენ შევძელით რომ თავიდან აგვეციებინა, მადლობა ღმერთს და ქართული მხარე, ქართველი ჯარისკაცი, ქართული ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები, ყველა სიმართლე ეს სასამართლო დონეებზე გვაქვს დამტკიცებული. აქ ამას არ ვარკვევთ. პირადად შემზე გადაიარა მაგ ყველაფერმა და ხაგა გავიარეთ. კი, ყველაზე გადაიარა და პირველ რიგში ქართული ოცნების ხელისუფლებაზე გადაიარა ამ სიმართლის მტკიცებამ. და არა მარტო დაღუპულები, ვინც არიან მოხატვეთში, მათი არის ეს ყველაფერი და მათი შვილების რომლებიც დღეს ამაყობენ მათი გმირობით. კი, ყველა ერთად მამაყობს და არა მხოლოდ ოჯახის წევრები. ეხლა რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, ესე იგი თქვენ გიწევთ ჩასვლა, ხან იქ ხართ, ხან აქ ხართ, საქმე ბევრია და დგება 2008 წლის აგვისტო. ამ დროს თქვენ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ 2008 წლის 1 აგვისტოს რა თანამდებობა გიჭირავთ? სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი. სამშვიდობო ოპერაციების შტაბის გაერთიანებულ შტაბში შემოვალი. მაშინ იყო გაერთიანებული შტაბი. და გაერთიანებული შტაბში შედიხართ და მას ხელმძღვანელობს ბატონი გენერალი ზაზა გოგავა. კარგი. ასე დგება 2008 წლის 1 აგვისტო. ამის შემდეგ ქრონოლოგიურად რომ მოგვიყვეთ, რა ხდება 1 აგვისტოს, რა ხდება 2 აგვისტოს, რა ხდება 3 აგვისტოს და ასე შემდეგ, როგორ მივდივართ 8 აგვისტოს დილამდე. ეს რა ხდება, იმას კი არ გეკითხებით ტელევიზიით რა ნახეთ, ან ვინმემ რა გითხრათ. თქვენ რას ხედავთ? რა ხდება? რო გვიამბოთ, აი ეს 8 დღიანი პერიოდი თუ შეიძლება. მე ტელევიზიის ყურების უფუნება არ მქონდა მაშინ, ხალხო. მithumet. უშუალოდ დავდიოდი, იყო სროლები, იყო პერიოდული სროლები, ძალიან ხშირი სროლები იყო დიდ მუხამოგულთან, ხეთაგუროოდან ეს იყო ისტორიული გზა ნიქოზიდან, რომელიც გადადიოდა ავნევინულში და ეს გზა იცხრილებოდა, ეს იყო, წარმოუდგენელი, დილასაღამოაკიდან იწყებოდა. იყო პატარა ლიახვის ხეობაში, ეს უკვე 2 აგვისტო არის. ოსფრისიდან ფრისებზე სროლები დაიწყო, ჰქონდათ დომინირებული სიმაღლეები 2004 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შედეგად ძალიან ბევრი საგუშაგო დაემატა
რომელიც ზევიდან ქართულ სოფლებს აჭდა უკვე ჩავედი ეგ ვითარება დამხდა და ვცდილობდი უშუალო კომუნიკაციას, ძალიან ხშირი კომუნიკაცია მქონდა და შეძლების დაგვარად მე არ მინდა რაღაცით მარტო თავი გამოვიდო გენერალ კულახმეტოვთან შეთანხმებით ამ ცეცხლის შეწყვეტას ვახცებდით. რომ დროული რეაგირება გამეკეთებინა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ შემდგომში ისეთ როგორ არის აი კალიბრი იზრდება. აი თუ პატარა იერაღი დაიწყება მე გადადის ავტომატი შეიძლება მე გადადის ტყიან გადადის მე მინდა და ესე რო არ გადაიზადოს დროზე არის ამისთვის რეაგირება და უშუალო იქვე უნდა პირადი შეხვედრა იყოს საჭირო ის ამოვიდეს ამ მე ვიყო ჩასასვლელი და მე უკვე სამ რიცხვში როგორც მოგეხსენებათ სარაბუკის საგუშაგოზე გაიხსნა ცეცხლი სადაც თვითონ თავისივე ხელის მოწერით რუსული და ოსური მხარე აწეს სამონიტორინგის დასკვნას და არის მასალებში или танк типа 55 или КС-19 ეს არის როგორც მოგხსენებათ რის თქმა მინდა გამარტება თუ შეიძლება რომ 125 მმ-ია და 85 მმ-ზე მაღლა კატეგორიულად იგზალებოდა დინამიოზე მაღლა იქ ეს დაგამისდე მოსკოვის ხელშეკრულებით იყო კატეგორიულად დაუშვებელი სხვა იარაღის ქონა კონფლიქტის ზონაში თვითონ კონფლიქტის ზონაც დაყოფილი იყო პასუხისგებლობის ზონები, მაგრამ სარდალი ერთი ყავდა, ეს იყო კულახმეტოვი. 4 რიცხვში გაგზელდა გააფთრებული შეტევა. ნიქოში სახლები იწვის უკვე სახურავები, კატასტროფული მდგომარეობა მიჭირს უკვე გაჩერება ამ ყველაფრის. აქედან გამომდინარე ქართულმა მხარემ რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე იღებს გადაწყვეტილებას და საქართველოში თბილისში აკრედიტებულ საელჩოებს თხოვს ელჩებს რომ გაემართონ კონფლიქტის ზონის მიმართულებით ეს არის 5 აგვისტო და პირველი ინიციატივა მაგათგან მოდიოდა იმიტომ რომ მაგათმა დაიწყეს სეპარატისტებმა რომ ქართველებმა დაიწყეს ანა როგორც იციან ხოლმე როგორც კი ეს დაიწყეს აქედან ეს მოთხოვნა დაუგმოყოფილეს აი ამ კუთხით რომ ზუსტად მოაწყეს ეს კოლონა დიპლომატების თვალსაჩინო ხაბატონი ეკა იყოს ულაზე მაშინ ჩამოვიდნენ დავაზუსტებ რა ვერ მივხვდი კარგად თქვენ ნათქვამი და ჯერ თქვენ თქვით რომ ჩვენ ვთხოვეთ ელჩებსო და მე ესე გამოვიდა თითქოს ელჩებმა აქეთ შემოგთავაზეს და ვისგან მოდი არა ელჩებისგან არ მოდიოდა ბალანსოა ოსების მოთხოვნა იყო რომ აი მოვიდეს ვინმე მოგხედოს იმიტომ რომ ქართველები ასწორებენ მიწასთან აქ მიიღეს გადაწყვეტილება რომ მიემართათ დიპლომატიური კორპუსისთვის რომ თუ შეიძლება ჩავამოწანდით ქართული მხარის ინიციატივა იყო და რომ მოდიში აქვე ჩაიკითხებით უკვე ამ დროს 5 რიცხვში როცა უკვე ეს დაძაბული თქვენ ცხინვალში ისევ შედიხართ და იქ გაქვთ კომუნიკაცია იგივე კულახმეტოვთან ცხინვალთან ანუ ხო არ გაგიწყვეტი პირველი რიცხვის მერე ბატონო ეკომ ბიჭის უკვე ვეღარ ჩავდივარ ძალიან გართულდა პირველი რიცხვის მერე სიტუაცია ძალიან დაძაბული არის და მე ფაქტურად ვეღარ შევდივარ ვერ მოზროვ და შემდგომში ის არის რა ქვია ну მოვიდნენ და ერგნეთში მოადგა ეს კოლონა და შეუშვეს ეს ბატონო მამუკავი ხომ არ მომესმა თქვენ ბრძანეთ რომ ბატონი სოზარის დამაზუსტებელ კითხვაზე რომ ოსებმაო მიმართესო ოსებმა თუ რუსებმა თქვით ფაქტობრივად ეგ ერთი და იგივე მხარე სოფლიო საზოგადოებას მიმართეს რომ აუტანელ მდგომარეობაში არიან და ქართველები ასწორებენ მიწასთან ყველაფერს ანუ მოწინააღმდეგე მხარე დავარქვათ მიმართა მესამე პირს დაანჩენ სოფლიო საზოგადოებას ეს ხდება 3-მდე ხო 4 რიცხვი არის 4 და 5 მიმართა და ეუბნება რომ ქართველები გვასწორებენ მიწასთან და გვიშველეთ. ამ შველისთვის აი ჩაიყვანეს. და შველისთვის სხვა რა გზა იყო და გასაგებია. შემდეგ არაფერი სანახავი არ ქონდათ იქ და არ შეუშვეს. გამოაბრუნეს ერგენთიდან უარი უთხრეს. თვითონვე უთხრეს უარი. დიახ. კი ბატონო, ვინ უთხრა უარი? მაშინ იყო კოკოვითის თანათავმჯდომარე იყო ბორია ეხლა ვეკითხვის გვარს გავიხსენე ჩოჩიევი ბორის ჩოჩიევმა უთხრა უარი დიახ
ხო არ გახსოვთ რამდენი ელჩისგან შემდგარი ჯგუფი იყო ეს? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე შემიძლია კოლონა გითხრათ, ეს იყო 16 მანქანისგან შემდგარი პიკაპის ტიპის Toyota-ს. რამდენი ელჩი იყო, ხომ არ გახსოვთ? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ელჩი იქ იყო. რუსეთის ელჩი. ჩამოძანებული იყო, მაგრამ კარგი და არ შეუშვეს. არ შეუშვეს. კარგი. ამის მერე რა ხდება? ამის მერე გადანაცვლება მიდის, ჩავდივართ ავნევი ნულში, რახან ჩამოძანებულები იყვნენ. არ გაუშვით ეს შესაძლებლობა ხელიდან და ავიყვანეთ ნიქოში, ვანახეთ ეს დამწვარის სახურაები, რომელიც უკვე სრულკალიბრიანი, უკვე კალიბრი იზრდებოდა როგორც ჩანს და გადამწვარი იყო სახლები, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო მოსახლეობა. არის მაგის ეს 5 აგვისტოა, ხომ? ხო სწორად მოყვებით თხრობაში. 5 აგვისტოს ხდება ეს დიახ, შემდეგ ვერე გადავდივართ ავნევი ნულში, ანალოგიური ვითარება ხდება. იქ არის ორი ქართული სოფელი ძალიან სიღრმეში შესული და ესაზღვრება აქედან დიდმუხა მოგვითი, ტილიანა, უბიათი, სახლები და განსაკუთრებული ცეცხლის ქვეშ იყო ხედაგუროოს მხრიდან. ხედაგუროოსთან ახლა ისინი არ გააკარებდნენ იმათ, რომ იქ უშუალოდ პოზიცია ენახათ. უკანონო საგუშაგო ჰქონდათ იქ და კითხვა მაქვს ასეთი, ეს ელჩები თქვენთან ერთად მოძრაობდნენ, თქვენ ახლდით მათ? თქვენ კიდევ ვინ ახლდა მათ? ქალბატონი ეკაზღულაძე. ეკაზღულაძე და თქვენ. დიახ. თქვენი სისტემის სამინისტროდან არავინ, თავდაცვის სამინისტროდან არავინ არ იყო? თავდაცვის სამინისტრო ისე ადვილად არ შეიძლებოდა იქ ქალბატონი. გასაგებია, ამ მიზეზით, რაც აბსოლუტურად გასაგებია. კი ბატონო. ამიტომაც არის ქალბატონი ეკაზღულაძე, რომ ახსნათ, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თუ პირველი მოადგილეც. არ მახსოვს, პირველი მოადგილე მე მგონი, მაგრამ მოადგილე ყველა შემთხვევაში. კარგი და რომ მოძრაობთ ელჩების და თქვენს თვალწინ მოდის იქიდან სროლა თუ იქ უკვე მშვიდი ვითარება უბრალოდ ზიანს ათვალიერებინებთ. ვერ გაბედავდნენ. ხო, ანუ იმ მომენტში არ მიმდინარეობს არაფერი, აჩვენებთ უბრალოდ რომ აი რა არის შედეგი. კი, მაგრამ ბოლომდე ვერ ვასრულებთ, იმიტომ რომ რუსეთის ელჩი უარს მეუნება. მე რუსეთის ელჩს ვთხოვ და ვეუნები რომ ნიქოში ამოყვეს სასაფლაოზე, სადაც დიდწებულება არის. იქ არის სასაფლაო, რომელსაც აქვს რკინის ჯებირი. და რკინის ჯებირზე იყო ქალბატონთია სრულკალიბრიანი ტყვიამქვევის მორტმული, რომელსაც ჩანდა ტრაექტორია გამოსრულის, რომ ხედავდი, სამშვიდობო იყო. პირდაპირ, იქ ახლოში არის ძალიან და მინდოდა რომ ეს ფაქტი უშუალოდ ენახა, რომ ეს არ ნიშნავს. სამშვიდობო იყო რას ნიშნავს? სამშვიდობოების ვეხნი გარადოკის დისლოკაციის ადგილი, შტაბი. დიახ, ნუ სამშვიდობოები ისროდნენ, რომ დავაზუსტოთ. დიახ, არა მარტო სამშვიდობოების ტერიტორიიდან. არა მარტო შეიძლება ეს იყოს სეპარატისტები და აქეთაც ცეცხლით მე გამოგეწვია უკვე რუსეთთან კონფლიქტი. ამიტომ ცოტა ისე იცოდნენ მათ, რომ აი მოეპარებოდნენ. მე ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, იყო მიმაში, რა ქვია, მევრიკიში. რომ ეს და რუსი ჩანს, მაგრამ ამ დროს ოსის ნასრულია, ის ცოტა ზევითაც გადაატარებდნენ იგივე, აი თქვა გრანატამიოს, მაგრამ შენ ხონდა რომ ეს რუსი არის. და თავი უნდა შეგეკავებინა სანამ არ დააზუსტებდი. მაგრამ ეს ტყვია პირდაპირ ჩანდა საიდან იყო ეს გამოსროლი. ნუ ყოველ შემთხვევაში ამაზე პასუხი უნდა გაეცა რუსულ მხარეს და ამას უფრო ვცდილობდი რომ უფრო კომპეტენტური პასუხი ელჩისგან მიმეღო უსწრაფესად, რაზეც მანამდე ვერ ვღებულობდი. არ მეუნებოდნენ, გადიოდნენ უარზე. ესეთ პირდაპირ პასუხი იყო. მესმი ხვაჟზეინე, თუ წეხნე, თუ რა თქმა უნდა ბატონო თენგის ბრძანეთ. დიახ. ეს რუსეთის ელჩმა უარი თქვა, მაგრამ დანარჩენ ელჩებს თუ ანახეთ? კი, ცოტა შემაღლებაზე იყო. ძალიან ისეთი ზიანი სიცხე იყო, ძალიან დიდი. ვერმა დაიზარა, მაგრამ მაინც რახან არ გაუშვი შესაძლებლობა, რომ ეს ფაქტი უნდა დაემტკიცებინა და ამოვიდა, არ ვიცი, უკრაინის ელჩი ბევრი იყვნენ. ძალიან მაშინ არ ვერკვევდი, მაგ კუთხით არ ვიცი ვინ ვისი იყო. ან ძალიან ბევრი ელჩი იყო, რომელიც არ დაიზარა, ამოვიდეს და იქიდან ისეთი დომინირებული სიმაღლეა, რომ ცხინვალის ნახევარი ჩანს.
ფაქტიურად შანხაის არის დასახლება და ეს ამაღლებაზე არის ეს ვეხნი გარადოკი დანგრეული ქარხანა და იმის ამაღლებაზე არის რომ ეს მაინც მენახებინა იმის და მიუხედავად რომ ეს სახლები უკვე ქართული მოსახლეობის ნახეს გადამწვარი. კარგი. შემდეგ ელჩები მიდიან ალბათ რაღაც მომენტში. და მე რო გავაგრძელოთ თხრობა. მე რო ჩემი უკვე მირთულდება სიტუაცია ვატყობ რომ არაორდინარული ეს არის ბატონი ზაზა იყო გოგა ქავდოთი ამოწურovat ილაპარაკა პირდაპირ კონტაქტი მქონდა მე სამხედრო ვარ და უშუალოდ ვიყავი ბატონ გენერალთან კონტაქტზე ეს ყოველ ტყუის გასროლა დაძაბულობა დროები იწერებოდა ათავსებდი და ნუ ჩემი როგორ მოგახსენოთ ჩემი განცდები მქონდა უფრო გამძაფრ აი ეს თავი და გამი ზაზამ გითხრა ჩემს მერე ბატონი მამუკაში მოვა ის ისაუბრებსო და შესაბამისად ამიტომ ისაუბრებთ აი თქვენ რო დასვით კითხვა რომ მაინც ისო ქრონოლოგიურად წუთი წუთში ყველაფერს მოყვებავ და შესაბამისად ჩვენ გეკითხებთ კი ბატონო ესე იგი ელჩები მიდიან და შემდეგ რა ხდება 5 აგვისტოა 2008 წლის სროლები გრძელდება არის საცეცხლე წერტილები, საიდანაც სროლები გრძელდება, ჩემი განცდებიდან. მას უბრუნდებოდი რომ ეს თუ შეიძლება ერთ დავასვი. ეს ელჩებმა რომ დაათვალიერეს ეს მდგომარეობა, ან თქვენი მოლოდინი რა იყო, ან თუ ქონდათ რამე რეაგირება რომელიმე ელჩს ამის დათვალიერების შემდეგ, რამე მიიღეს ზომები ანგარიში. ხო, სადმე ეს გაახმაურეს თუ აი რამე იყო, ან თქვენი მოლოდინი რა იყო იქ ვაყავდათ და ანახებდით. ნუ ჩვენთვის მეორე ამოსუნთქვა იყო ეს რა რომ ნახავდნენ ამას რომ ნახავდნენ ეს ბრიუსელში იგზავნებოდა ამაზე რეაგირებები ხდებოდა ეს მოხდა ეს რეაგირებები ნუ როგორ ჩანს საქმენა გამომდინარე უყო რეაგირება მოყვა იმიტომ რომ გაფრებული სროლა გაიზარდა ხო და ესე იგი არ მოხდა არაფერი არ მოხდა მაგის მერე რომ დაათვალიერეს დასკვნა გადადეს გადააგზავნეს მაგრამ შედეგი რუსების მხრიდან ეს დასკვნა არსებობს რომ დადდეს და გააგზავნეს ხო? კი, იგი ყველაფერი იწერებოდა, მაგათ OBS-ის მონიტორინგის ჯგუფი დაყვებოდა, რომელიც ეხმარებოდა აღწერაში უცხო ენაზე მოლაპარაკე ელჩები იყვნენ შეა და OBS-ის ჯგუფი და ამ ფაქტის მერე პირიქით გაიზარდა უფრო ცეცხლი? ნუ, იქიდან გამომდინარე რომ 6-2 აპრილი დაგვეღობა, ვერაფერი ვერ გამოიღეს ოსმა სეპარატისტებმა დასკვნა იქიდან გამომდინარე რომ შვიდობას ფასი არ აქვს. კარგი, ბატონო მამუკა. აი ამ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდება, 5 აგვისტოა. თქვენ არანაირი კავშირი კულახმეტოვთან აღარ გაქვთ. ვაცავთ 7 აგვისტოს? 5 აგვისტოა, ხო? არა, როგორ არა მაქვს, რას ქვია? აი რა ტიპის კავშირი გაქვთ? სატელეფონო თუ? სატელეფონო ტელეფონზე ხდება ადგილის მონიშნა, ეს არის მევრიკისის საგუშაგო. ეს არის დანარჩენ საქართველოში სიღმიში ერმითიდან 5 კილომეტრის მოშორებით. აქედან როცა შევდივართ ტყუიას გასწრებით თუ არა მევრიკისის საგუშაგო იყო და იმ საგუშაგოზე ხდებოდი და ვეუბნებოდი რომ ამაზე რეაგირება საჭირო ის ანუ 5 აგვისტოს თქვენ ისე ვაგრძელებთ, ასე დავარქმევ სამოქალაქო ენაზე ერთობლივად ფიქრს თუ ზრუნვას თუ ვინ რა ხარისხით ეს მეორე თემაა, მაგრამ ზედამხედველობას თუ ყურადღებას იმ საკითხის, რაც იყო თქვენი პირდაპირი მოვალეობა, პრევენცია. დიახ. ხო? 5 აგვისტოს ჯერ კიდევ ეს კონტაქტი არის. ის რამეს ხომ არ გეუბნებოდათ, მაგალითად, ან აგრესიულად უკვე, ან რაღაცას ხო არ მოასწავებდა მასთან კონტაქტი უკვე, რომ პრევენცია ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას. არ ქონდათ ესეთი განცდა? არა. არა. შვიდ გარემოში იყო ჩვენი საუბარი. არა, მისი მოწოდება ხო ისევ ის იყო, რომ აი მოდი ერთად ვიმუშაოთ და როგორც თქვენ ადრე თქვით, რომ ერთადო ყოველთვის ვახერხებდითო. იგივე ჭიდრო კონტაქტი უნდა შეგვენარჩუნებინა, შევთანხმდით და ადრესატი იცოდა მან ვინც იყო ამ სროლების ინიციატორი ვინც იყო და ქართულ მხარესთან ნაკლები პრეტენზია ჰქონდა. ნაკლები პრეტენზია ჰქონდა, გასაგებია. შემდეგ გება 6 აგვისტო და ყავს 2 დაღუპული ესა. რომელ საათზე მოხდა ეს? შუადღე არის. გარდაცვალების იმაში არის ეს 6 აგვისტო იყო თუ 7 აგვისტო? 6 აგვისტო არის. ზუსტად გახსოვთ 6 აგვისტო.
შუადღე არის. შუადღე 12 საათია. შუადღის მერე, ხო? დიახ. აი ეს დეტალურად რო გვიამბოთ, რა მოხდა და როგორ? როგორც მოგახსენეთ, 6-ში 2 ჯარისკაცის დაღუპვა. ვითარება, დეტალები, დრო, ადგილი, ინფორმაციები. დაძაბული ვითარება სროლების შედეგად, მათ შორის ზღვიკარებიანი ჭურვების აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი, მეორე სისხლიდან დაიცალა დროზე. ადგილზე სად? საგუშაგოზე, ავნებში. სამშვიდობოების საგუშაგოზე არის ლაპარაკი, აქ არანაირ თავდაცვის სამინისტროზე და აქ რაღაც პოლიციური ვიცით, ამდენი გვესმის კი. კი ბატონო. უბრალოდ ფაქტებს ვადგენთ მეთქი, ამით ხომ დავიწყეს ხდომა. კი ბატონო. ერთი ვის არის რა ქვია, დაჭრილია, რომელსაც დროზე სამედიცინო დახმარებას ვერ აღმოუჩენთ, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული კინჟანის სროლები არის, აი ამ ზუსტად ნიქოზ ზიავნების დამაკავშირებელი ისტორიული გზა ერთადერთი გზა იყო ამ სოფლებში ჩასვლად. იმიდან რა ქვია, დიდმუხამოგუთიდან და ხეთაგუროოდან. ეს მარტო სამშვიდობოებში შეეძლოთ ამისი უზრუნყოფა. და მოახსენე მაშინ უკვე ვიგზენი, სამძიმარი არ მითხრა, ჩვენ მქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ მე პირდაპირ უნდა სამძიმარი ეთქვა ჩვენთვის და ნორმალური კულახმეტოვთან. და აღარ გითხრათ უკვე 6-ში სამძიმარი. ხო, და მაშინ მიხვდით, რომ ასე დროს რომ სამძიმარი. შენ სამძიმარი. ამასაც სარდალი ხარ მეთქი, ქართველების სარდალის სახარო. ურჯე მირატვორცი მეთქი პაგიბაევთ. ბატონო ცუდად მესმის კარგი. ურჯე მირატვორცი პაგიბაევთ. გლანიხტოში კომანდოში. უთხარ. აჰა. ეს რის პასუხად უთხარით? იმის მენათქვამია. ორი ადამიანი გარდამეცვალა და უთხარი არ მოგისამძიმრათ და არც მომისამძიმრა და არც საშუალება მომცა რომ დროზე დახმარება ამომეჩინა. სამედიცინო გადამერჩინა. ხო, ეს მას დახმარება? კი, რა თქმა უნდა. და რა გიპასუხათ, რატომ არ გეხმარებიო? ვეუბნებოდა რომ აქ ის არის რაღაცა ვიზეცი ძედუშკას ბაბუშკი პაგიბული ანიშნო მეთქი მირატვორცაიმბილი მეთქი აშუაში არის გეუნები რომ შენ სარდალი ხარ მეთქი აქ რაღაც ვინ ძედუშკა ბაბუშკაზე გელაპარაკათ? არ ვიცი რაღაცა სროლის ფაქტის მოყვანა რომ ვერ გამცა პასუხი და ვერ აგმაყოფილებდა ჩემ მოთხოვნას მიზეზად მოიყვანა რომ რაღაცა სროლის შედეგად ვიღაცა დაიღუპაო მე როგორც აღმოჩნდა არავინ დაღუპული არ იყო მე მან აჩვენა საგანძიო მასალებმა რომ ოსი დაიღუპაო ამას ამბობდა და როგორ მოგახსენოთ ესე კითხვას არის და თავი ამოცანის შესრულებას არის და თავი კარგი და აქ უკვე იძაბებით იმიტომ რომ ადამიანი არ გისამძიმრებთ იმიტომ რომ ხო ეს უკვე არის იმის ნიშანი რომ მე შესრულება გამოთქვა და ცოტა ისეთი კუთხით დავინახო ეს ყველაფერი რომ უკვე მარტო ვარ უკვე მარტო ხართ დაუბრუნდეთ ამ ორი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცის სამშვიდობოს იმ მომენტში დაღუპვის ფაქტს. კონკრეტულად რომ გვიამბოთ რა ვითარებაში მოხდა მათი მოკვდინება, ასე ვთქვათ. სად იდგნენ, რას აკეთებდნენ ამ დროს? ეს არის საგუშაგო სამშვიდობოების ავნების თავზე, რომელიც 240 მეტრა იყო წრიული თავდაცვის გადახთული მისი თავდაცვის ყუდე იყო ფაქტიურად და აფეთქება მოხდა ჭურვის შედეგად გარდაიცვალნენ. უშუალოდ გვერდზე არ ვიდექი და მე კონსტატაციას ჭურვის შედეგად. ჭურვის შედეგად ორივე. ერთი დაჭრილი იყო ერთი შუშარებინეთი იყო მეორე ჭურვის შედეგად იყო თუ არ მახსოვს და ქვეითა მანქანა იყო ჩვენი აფეთქებული კიდე. კი, ხეთაგუროვიდან იყო საშინელი სროლები. აი ბატონ მალიკო მიკითხა, შემოვლის დროს თუ იდგნენ და მოხდა? იდგნენ სტაციონარული საგუშაგო იყო. სტაციონარული იყო და გასაგები. დაჭრილი რამდენი იყო ამ ორის გარდა, ვინც დაიღუპა? და ეს დაჭრილი რომელიც გარდაიცვალა. მეტი იქ ზიანი არ ყოფილა ამ ორი ადამიანის სიკვდილით დადგა. მაგრამ დაჭრილები მეტი არ ყოლიათ. იმ წუთში არ მახსოვს არანაირი დაჭრილი მეტი არ ყოლია. ჯამში რამდენი ყავდათ ამ მომენტში 6 აგვისტოს თქვენ იქ ქართველი სამშვიდობო? ქართველი სამშვიდობო.
10-ეული, 20-ეული იყო ფაქტობრივად. ისე 20-ეული როგორც თავდაპირველად. კი, იქ ვერ დაარღვევდით კაბოტონთია, იქ იყო ყველაფერი გამადიდებლით აკვირდებოდნენ იქ. ისე ვერც დაამატებდი ვერაფერს და კი, და თავისი კვოტებია გასაგებია. ესე კი როგორც დავიწყეთ 20 კაცით, ისე 20 კაცით მივედით 6 აგვისტომდე და 2 მოგიკლეს. დიახ. არ მოგისამძიმრათ და დაიძაბა საუბარი. არ დაიძაბა საუბარი, ჩემთვის გახდა ნათელი. საფუძველი და ნათელი რომ მარტო ვარ. მე დაძაბული სიტუაცია არასდროს მასთან არ მქონია, თქვენ ჩანაწერები მოსვენილი გაგზების გადაჭერები არის, მე ადამიანურად ყოველთვის ვცდილობ რომ ემოციები გვერდზე გადავდეს. ძალიან ფაქიზი ულურული საქმე არის, აქ პატარა შეცდომა შეიძლება ჯოჯოხეთი გამოიწვიოს. თქვენ ამ დროს დანარჩენ 18 კაც რასეუბნებით ეს რომ 2 თქვენს თვალწინ იყო ეს რომ არა, თქვი არ ვიყავი მეთქი. არ იყავით და ჩახვედით მე. თუ როცა შეწყდა ცეცხლი მე მომიწია ჩასვლა, შვიჩი ჩავედი. გასაგებია. დიახ. ვეუბნები რომ ზღუდე გაამაგრონ, ძალიან ბოლომდე შეასრულონ, მოტივირებულები იყვნენ და მოტივაცია იზრდებოდა როცა მე ხედავდნენ და ვცდილობდი განმუხტას მაქსიმალურად რომ ეს არ ამასობაში სანამ თქვენ ჩახვედით ეს 2 მიცვალებული სადესვენა. ანუ თვითონ საგუშაგოს დაბლა ქონდათ ამათ განთავსების ადგილი ესეთი და თქვენ რომ ჩახვედით იქ დაგხვდათ ორივე მიცვალებული. გამოყვანილი იყო, მაგრამ პირადი შემადგენლობის დასანახად ჩავედი და გასასაუბრებლად, იმიტომ რომ მანქანა როგორც შეწყლის შეწყდა თუ არა მოხდა ეგ ეწოდებული ტაბლეტკები გავაგზავნე. გასამხნევებლად ასე. ხო, მე გამოიყვანეს. სტრატეგია არ იყო, იმ წუთში არ მოხდა ეს. თორემ მე უკვე შვიჩი გამოიყვანეს ორივე მიცვალებული. აი 6 საღამო იყო უკვე გამოსასწორე. ზუსტად არ მოხდა. მაგრამ თქვენ არ მიგიღიათ ამაში მონაწილეობა. თქვენ ამ დროს სად იყავით? თუ იმდეს შავთავთ მე ხათ რას ქვია არ მიმიღია მონაწილეობა. აბა ვინ გადაწყვიტა ეს ყოლახმეტო რატო გააგზავნა იქ და გამოუშვა. რას ქვია არ მიმიღია გადაწყვეტილება. მონაწილეობა მიიღე ყველაფერს. მონაწილეობა მიიღეთ ორგანიზებაში მათი გამოყვანის, მაგრამ უშუალოდ თქვენ იქ არ ყოფილხართ ამას ამბობ? ნუ ზუგზე არ შემომისვია სამწუხაროდ მიცვალებულები და არ გამიყვანთ მაგრამ აბა რას მეუნებით ახლა ვერ გავიგებ რას ქვია უჩემოთ რამეს აფერი არ წლებოდა იქ უჩემოთ. ყველაფერს ვაკეთებდი რომ გამეკეთებინა და მე მოხდა სიტუაცია და დამეშოშმინებინა. კი ბატონო. სხვა საშუალება მე არ მქონდა რა. გასაგებია და სად იყავით ექვსში თქვენ იქ რო არ იყავით? ვიყავი ზემო იმაში, ნიქოზის შტაბში, გადავდიოდი ერეთში შტაბში, სარაბუგზე, საგუშაგოზე, სადაც საიდან ჩახვედით ავნევში? შვიჩი საიდან ჩავედი და გოსპიტალიდან ჩავედი. სად? გოსპიტალიდან. ჰოსპიტალში რა გინდოდათ? უმაღლესი თავარსარდალი იყო ჩამოძანებული დაჭრილების სანახავად. დავხვდი და წავედი. სროლები შეწყვეტილი. კადრები არსებობს მაგის. კი, შვიჩი იყო ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი გორში და თქვენ იქ დახვდით. დიახ. რა უცილებლობა იყო თქვენ იქ დახვედრის? ბრძანება იყო და დავხვდი. ვინ გიბრძანათ? გენშტაბის უფროსმა. ხო, გასცათ ყველაფერზე პასუხი, აბსოლუტურად ყველაფერზე ეთანხმები რას თქვა. ყველა ბრძანებას ვიღებდი გენშტაბის უფროსისგან. კი ბატონო. ჩამოვძანდა სროლები არ იყო, სიმშვიდე იყო იმ წუთში, არაფერი ისეთი არ ხდებოდა. სიმშვიდე იყო შვიჩი იმ პერიოდში აი ეს დღის საათები რო ავიღოთ და შეგეძლოთ ჩასვლა. უფუნება არ იყო ისეთი ყოველდღიურად ხო ვერ ნახულოდი მე. დამახოდან დახვედროდი სამხედრო პატივი მივეცი ჩესტი დავხდი და კადრები არსებობს მაგის. კი, თქვენ კადრებზე არ იდარდოთ არსებობს. კი ბატონო ილია. გუშინ ბატონმა გოგამ აღნიშნა რომ 6 და 7-ში სააკაშვილთან არ ქონია კონტაქტი, მას ქონდა 8 აგვისტოს 5 საათზე. და დაჭრილების სანახავად რო იყო ჩამოსული თქვენთან ერთად იყო ბატონ გენერალ გოგავა. არა. ვინები იყვნენ? ბატონო? ვინ იყო თქვენთან ერთად კიდე? სამოქალაქოებიდან? ნუ ვინ სამხედროებიდან? ვინ დაჭრილების სანახავად რო წახვედით? მარტო ვიყავი, სამხედრო არ იყო, მე ვიყავი. თქვენ და უმაღლეს თავარსარდალს ქვეყანა ხალხი ახდა თან. ჩვენთანაც არავინ არ იყო. პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ ვინმე? უამრავი ხალხი ახლდაო სააკაშვილს. ვინ ახლდა? მინისტრი, თქვენი მინისტრი იყო?
არა, მინისტრი არ იყო, იქ იყო გუბერნატორი, პოლიტიკური თავმჯდომარეა, ხო თუ არ ვცდები? ლადო ვარძელაშვილი? ხო, ისე კიდევ ვინმე? ბევრი ხალხი. ვანო მერაბიშვილი? არა. კეზერაშვილი არ? კეზერაშვილი ესენი არ იყვნენ. მარტო ის იყო თუ მაგას მეკითხებით. თუმარეს თავასადალე. არც უგულავა. არა, კადრები ჩანს იქ ბატონს არ არის არავინ. როგორ ვიტყვი რო არის. ყველაფერი ჩანს, როდის გადმოდის მანქანიდან, როდის შედება, ვინ მოყვება კალიდორში საჩევდივად, გამოდივად. ის ისე ჩხარა დადიოდა, შეიძლება ოპერატორმა ვერ მიიღო. კარგი, ხანდახან თუ არ გავიხუმრეთ, მაგამ. ესე იგი, ხო, და თქვენ დახვდით უმაღლეს მთავარსარდალს, ამ დროს თქვენ კი ისევ ხართ სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი. დიახ. ამ დროს 7-ში შუადღეა. 7-ში შუადღეა, უკვე სიმშვიდეა. ჩამოდის უმაღლეს მთავარსარდალი გორის ჰოსპიტალში და თქვენ ჯერ კიდევ ხართ სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი. დიახ. შემდეგ იქიდან გააცილეთ და მიდიხართ უკვე ავნევში დავხედე, გამოდივარ ისე ნიქოში. მოზოლ, მე ესე აი ხო მიმხვდი ძალიან დიდი დრო არის გასული ხანწუთში ესეთი რაღაც სად გავჩერდი, წყალი სად დავლიე, როგორც საჭამოჯიკი. 7-ში ვარ იქ. თეათ, იმიტომ რომ სულ უკვე რაღაცა ისეთი განსთა მაქვს, აი რაც 2004 წელს მოხდა დაღუპულებთან და იმასთან, რა ქვია, ტყვეები რო ეგ წოდებული კადრები რო იყო ცხინვალზე, სულ მაგის შიში მაქვს. ესე თუ შეიძლება ითქვას. ქავდოთია რომ ესეთი რამე არ გამეორდეს. კი, რა თქმა უნდა. და უკვე სხვა პასუხისგებლობა არის, საკე ვერ იმოშები. თქვენ რა სატრანსპორტო საშუალებები გქონდათ? საგუშაგოს უზრუნველსაყოფად გქონდათ ყავდათ სხვადასხვა ტრანსპორტ სულიდით იქ იყო ესე იგი ბობიკის ტიპის ეგ წოდებული კახოზნიკები ზოგჯერ ის იყო პრადოს ჯიპი იყო შავი როცა დელეგაცია ჩამოდიოდა თქვა თუ თქვა იყო თანათავმჯდომარე ჩამოსული მაგ დროს ვიყენებდით და ეს ჩანს კადრებში და ანჩენი აი არის 2008 წელი როგორც მოგეხსენებათ და ამ 2008 წელთან დაკავშირებით ჩემი თხოვნა არის რომ აი ხაგის ტრიბუნალიდან გამომდინარე კავდონტია იმიტომ რომ მე მაქვს ვალდებულება და მოვედი და არ ვარიდებ თავს მაგრამ კიდე ერთი ვალდებული მაქვს საკუთარი თავის საფრთხეში არ ჩავიდო ამას ტერიც უყურებს გამადიდებლით უყურებენ ამ ყველაფერს და იცით თქვენ კარგად რომ საფრთხე ვისგან მომდინარეობს რუსეთიდან მომდინარეობს მარტო თქვენთვის შეიძლება არ მომდინარეობს საქართველოა ოკუპირებული და ამიტომ კი ბატონო ბევრისთვის მომდინარეობს მაგრამ განსაკუთრებულად აი ამის განხილვად ჩემი თხოვნაა რომ ნუ შევალთ იმიტომ რომ ბატონო გოგა რაში ნუ შევალთ თუნდა წავიწიოთ წინ ჯერ არის 7 აგვისტო 7, 8, 9 დეტალებში გარკვეული კითხვების დასმა მოგვიწევს მოდით ბატონო მამუკა ვენდოთ ერთმანეთს კი ბატონო კი არა მე თქვენ იმიტომ რომ არ მეპარება მაგაში ის რა არის კიდე ერთხელ ვიტყვი შეიძლება თავში არ გაისმა სათანადოდ მკაფიოთ ან ვიღაცა გვისმენდა მე გადართო სხვა არხზე ყველამ რომ კარგად გაიგოს ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის შეკრებილი რომ სამხედრო პირების მათ შორის თანამდებობის პირების ქმედებები ვაფასოთ. ჩვენ აქ ვართ შეკრებილი, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც მაშინ იღებდა გადაწყვეტილებებს, მათი გადაწყვეტილებები შევაფასოთ. ეს ორი სხვადასხვა რამე ამეთქი ვთქვი. კი ბატონო. ამიტომაც დავინტერესდით მაგალითად იმისთვის, რომ თქვენ იქ რომ ჩახვედით, ვინ გიბრძანათ, ვინ დაგხვდათ და ასე შემდეგ. ეს თითქოს უწყინარი კითხვებია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ გავაგრძელოთ თქვენი ნებართვით. 7 აგვისტოს როდის დგება ის მომენტი, როდესაც თქვენ გიცვლიან ფუნქციას და ვინ შეგიცვალოთ ეს ფუნქცია? ზუსტი ადგილი და დრო აღარ მახსოვს, მაგრამ გენერალი გოგავასგან უშუალოდ დამებარეს და მითხრეს, რომ ცენტრალურ მიმართულებაზე უნდა მაქსიმალური გავაკეთო, იმიტომ რომ სროლები გაშხირდა, ხშირია იყო უკვე სროლები. დიახ.
სროლებიც გახშირდა იყო კარგად რომ გავიგოთ რა ეს ცენტრალური მიმართულება 2 დღეა ვერ არ ყვეთ და სხვადასხვა ის იყო მოსაზრებები ეს ცენტრალური მიმართულება არის ჯავა როკის მიმართულება თუ ეს არის ცხინვალის მიმართულება ვეღარ ცხინვალი და ჯავა ერთ-ერთს ამბობს მეორე ცხინვალი და ჯავა ერთი მიმართულება ტრანსკამერა არა მე რას ვაღობ ცენტრალური მიმართულებაში ის იგულისხმება რომ უნდა გადავკეთოთ როკის გვირაბის ლოიქიდან არავინ არ შემოვიდეს თუ თვითონ ქალაქ ცხინვალში ჩავატაროთ რაღაც ოპერაცია რომ გარკვეულ სიტუაცია. კლასად ესეთი იმისთვის რუკა არის. გადაკეთება ცენტრალური მიმართულება რა იყო? აი მარტივად გაეცეთ პასუხი ძალიან. ცენტრალური მიმართულება იყო ტრანსკამი, ეგრეთ წოდებული ცენტრალური გზა, ასფალტირებული გზა, უმოკლესი გზა, რომელიც შედის საქართველოსდან, რომელიც შედიოდა ცხინვალში. იწყებოდა ეგრევე ქართული ხეობა, ცხინვალი როგორც თავდებოდა, ეს არის თამარეშენი. მოდიოდა ქურთა აჩაბეთი კეხვის ეს არის უკვე ცხინვალის შემდეგ. შემდგომ კეხში იყო საგუშაგო რუსების, სადაც იმის იქით აღარ ატარებდნენ არავის, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონა ქუთის ხიდზე კიდევ 8 კილომეტრით მაღლა თავდებოდა და ქუთის ხიდიდან გადადიოდი უკვე მიდიოდი ჯავის. ესე იგი, ცენტრალურ მიმართულებას როცა ვამბობთ, გულისხმობთ ცხინვალის მიმართულებას ცენტრალური გზით, რომელიც შედის. ეს იყო ოპერაციის გრავიტაციის ცენტრი? ცენტრალური მიმართულება თუ შეიძლება ჩაითვალოს ეგრე არის. კი ბატონო. კარგი, ესე იგი, გაირკვა რომ და ეს სხვათა შორის გუშინ რა მინიმუმ ერთმა გამოსვლელმა იგივე თქვა რომ ცენტრალური მიმართულება ცენტრალური მიმართულება თუ შეიძლება ჩაითვალოს ეგრე არის. კი ბატონო. კარგი, ესე იგი, გაირკვა რომ და ეს სხვათა შორის გუშინ რა მინიმუმ ერთმა გამოსვლელმა იგივე თქვა რომ ცენტრალური მიმართულება იყო ცხინვალი. აი ეს 7 აგვისტოს როდის ხდება? მაგიტომ დაგიბარათ მიშამ მიხეილ სააკაშვილმა გორში რომ ესე თქვა? თუ როდის მოხდა ეს? მიხეილ სააკაშვილი აშუაში ეს არის. ხო და არა ვკითხულობ. არა. ვიკითხე. არაფერი არ ყოფილა. არ დაუვალებია ჩემთვის არა. ვინ განგისაზღვრა? გენერალმა გოგავან ქალბატონ თეთრი უკვე ხო? სად? ავნევში? ნუ არ ვიცი ხა ადგილი ზუსტად სად ვიყავით. კონფლიქტის ზონაში, ზონაში არ შემოდიოდა. ზონასთან გორში ალბათ დამისვეს 60-ანა. დავაზუსტე. ხი უკვე წინა დღეებში უბრალოდ ცოტა უკან რომ გადავახვალოთ. წინა დღეებში როცა სროლები ხდებოდა კალიბრიანი ტყვეამფრქვევიდან ნავთქორცნებიდან თქო რომ მინამიოც უწოდებთ. ეს ხდებოდა სხვადასხვა სოფლებიდან, ზოგჯერ რუსეთის საგუშაგოს ამოფარებული და უშუალოდ ცხინვალიდანაც იყო დაბომბვა. უშუალოდ ცხინვალიდან ქართული სოფლების მამისან თუბნიდან. ბატონო? მამისან თუბნიდან. ესაზღვრება ერგინეთს. ერგინეთს. მამისან თუბანი. დიახ. მამისან თუბანი. მიტოვებული ასფალტის. უშუალოდ ქალაქიდან თუ ხდებოდა დაბომბვა. ხა იქ შიგნით არ ვიყავი, უსწრაფოდ გამოსროლა საიდან ხდებოდა, ხა მე ვინ დამანახებდა იმას, მაგრამ სროლები იყო მამისან თუბნიდან ერგინეთს. კარგი და დაახლოებით რა დროა, როცა ეს ფუნქცია შეგეცვალათ და ეთანხმებით თუ არა იმ წინადადებას, რასაც მე მგონი მეხუთედ ვამბობ, რომ თქვენ შეგეცვალათ ფუნქცია. მე სამხედროა და ბრძანებებს არ ვარჩევ. არ არჩევთ, მაგრამ შეგეცვალათ ფუნქცია. ანუ სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი უცბად 7 აგვისტოს რაღაცა დროს აღარ იყავით, თქვენ დაინიშნეთ პასუხისმგებელ პირად ცენტრალურ მიმართულებაზე, რომელიც გულისხმობდა ცხინვალს. ნუ შევითავსებ აქტიურად. შეითავსეთ. კი ბატონო. ბატონო. თქვენ მართლაც ძალიან დიდ როლს ასრულებდით ეს ყველა სახსოვს სამშვიდობო მისიის დროს. და ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ ჩამოყალიბებული თქვენს კოლეგებთან. აი ამ დროს როდის გახდა თქვენთვის ცნობილი რომ ცხინვალმა დაიწყო ევაკუაცია? 1 აგვისტოს. 1 აგვისტოს. ანუ 1 აგვისტოს თქვენ უკვე იცოდით რომ იქ ხალხის ევაკუაცია ხდებოდა. ტელევიზიიდან გავიგე, იმიტომ რომ თათბერი არ მოუწევიათ, არ დაუსვიათ ეს 60-ანა, ის რაც ჩვენთვის რაც მათთვის შეიძლება და ჩვენთვის არ შეიძლება. მოიწვიეს ავტობუსები, შემოიყვანეს, დაიწყეს ევაკუაცია, სხვათა შორის ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, ქართული მოსახლეობისთვისაც რაღაც ნაწილობრივი სიგნალი გახდა, რომ ცოტა გარიდებოდნენ იქ ოროს, ისეთი იქმედება ჩაიდინეს. ძალიან ისაქნეს საქმე, აი უცბად შეკრიბეს რაღაცა ეს მერე არის უკვე
ბატონო არის რაღაც 2009 წელს ვგებულობთ ამის პასუხს, როცა უკვე პუტინი გამოდის და იძახის, რომ თადარიგი ჰქონდათ დაჭერილი, შექმნეს ეგრეთ წოდებული სასწავლო ცენტრები ბარსი, რომელიც გუთის ხიდის თავზე იყო და რაღაც როგორ ვთქვა, რაღაც გარდამავალი პერიოლოჩინი პუნქტივით ჰქონდა. ამას რატომ გითხრათ, იცი, რომ 7-მდე თითქმის არაფერი ხდებოდა, ნუ გარდა იმ ინციდენტისა, რაც იყო ორი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა, ჩვენ გამოსრულებისგან, ასე გავიგეთ, რომ მანამდე თითქოს იქ არაფერი არ ხდებოდა, 7-ში ყოველ შემთხვევაში და თავდაცვას ჰქონდა ესეთი მიმართულება, რომ რაღაცა მოთმინებით უნდა უპასუხოთ ამ ყველაფერს. კარგით, მადლობთ, ერეში დაგისვოთ. თქვენ კიდევ ერთი დამატება მაქვს თუ შეიძლება. არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მარტო 7 აგვისტო. ძალიან მნიშვნელოვანი არის 3 აგვისტო, რომელზეც არის მონიტორინგის დასკვნა, რომ გამოყენებულია ტანკი. კი ბატონო. თქვენ როგორც სამშვიდობო ძალების სარდალს, ხომ სწორად ხმარობ ტერმინს? არა, არ ხმარობ. სამშვიდობო ოპერაციების შტაბის სარდალი არ ყოფილა. სარდალი იყო ერთი კულახმეტოვი. ქართველების მხრიდან იყო უფროსი სამხედრო მეთაური, სტარში ვოინსკი ნაჩალნიკი. დავადგინოთ ტერმინები, როგორც ცენტრალური მიმართულება რა იყო, თქვენ ვინ იყავით, რომ თქვენი ფუნქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, თქვენ სამშვიდობო ოპერაციების შტაბი ხელმძღვანელი ხართ, ქართველი. გაქვთ თუ არა, თქვენს შეიძლება არ გქონდათ ეს, მაგრამ გაქვთ თუ არა კითხოს სვამ. შეიძლება გქონდათ. პირდაპირ მოვალეობათ, ერთ-ერთ მოვალეობათ, რომ როგორც კი თქვენ დაინახეთ, აი რაც ბატონმა ალეკომ იკითხა ტელევიზიის თუ გაიგეთ ადგილზე, რომ 1 აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო ევაკუაცია. როდესაც თქვენ კულახმეტოვმა სარდალმა არ მოგისამძიმრათ. თქვენ თვითონვე თქვით, რომ უკვე მიხვდი, რომ მარტო ვარ. თქვენ თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა ხომ კიდევ უფრო მარტო იყო. თქვენ რომ მიხვდით, რომ თქვენც კი მარტო ხართ, თქვენ სიტყვებს ვიმეორებ. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ მინიმუმ განგაშის ზარი შემოგეკრათ, რომ მოსახლეობაში სამოქალაქო არაკომბატანტ მოსახლეობას გულისხმობ, იქ მსხვერპლის ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ და თუ ეს იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის? გაერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის ყურში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? როდესაც რომ განგაში უშუალების საბჭოს გარეშე, გენშტაბის გარეშე ამეთ ეხა და სახლებზე დამეკაკონი და რას მეკითხებით ვერ გავიგე. აი, აგიხსნით რას რომ კარგად გავიგოთ, რას გეკითხებით. როდესაც თქვენ პირდაპირ ერთ-ერთი პირდაპირ მოვალეობა მე ასე მესმის, თუ გადამარწმუნებთ, რა თქმა უნდა, მზად ვარ გადავწმუნდე. თქვენი ერთ-ერთი პირდაპირ მოვალეობა, როგორც სამშვიდობოსი, იყო სამოქალაქო მოსახლეობაზე ზრუნვაც. ხომ ასეა? კი ბატონო, მადლობა, რომ დამიდასტურეთ. რასაკვირველია. შესაბამისად, თქვენ როდესაც ხართ ადგილზე, გაქვთ ის შესაძლებლობა, ძვირფასი შესაძლებლობა, რომ იყოთ ცხინვალში. გადაადგილდებოდეთ. თქვენი თვალით ხედავდეთ და აფასებდეთ ადგილზე ვითარებას. 1 აგვისტოს მე არ მაქვს ეს შესაძლებლობა. ცხინვალში ვეღარ გადავადგილ თქვენ ეს. ხო, მაგრამ ტელევიზიას არ ხურობთ პოზიციაში, ხალხო უამრავი ინფორმაციის წყარო გაქვთ. არა, მე სამსახურები მუშაობენ და ყოველ წუთიერად თუ არა, ამ პერიოდულად ინფორმაციას უნდა იღებდეთ, რა ხდება მოწინააღმდეგე მხარეს. მეტი ინფორმაცია რაღა გინდათ, შტაბს გადავცემ აბსოლუტურად ყველაფერს დეტალურად გადავცემ გაერთიანებულ შტაბს. როდის გადაეცით პირველად, რომ ბატონო გენერალო მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი არ არის აქ ცუდად არ არის აქ კარგად საქმე
რომელი დღე იყო ეს რომ გადაეცით? რასვია გადასარჩენი, ხავდო ბოლო წამამდე ცდილობდით რომ აგვეცილებინა კოფრი. რასვია გადასარჩენი? არა, ნახეთ რას გეკითხებით? რა გინდათ ბოლო რა გეკითხებით? რა მინდა ბოლო რა? ვერ გავიგე. ესე ბოლო რა გინდა? ევაკუაციას იწყებს ვინც? მომისმინე წუთი ცოტა იმასკენ ევაკუაციას ვინც? არავინ არ ზის საქართველოს ნაკლები. გასაგებია თუ შენ იწყებ რაღაც ოპერაციას ბატონო ალიკო, მაშინ შენ აფრთხილებ. შენ გამოყავს. ეს გეკითხებათ. თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი, სწორედ იმიტომ გაქვთ ეს სამშვიდობო მიცია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. ამიტომ თქვენ როცა გააკეთეთ მოხსენება თუ პატაკი და მიმართეთ, რომ ასეთი მდგომარეობა მოწინააღმდეგე მხარე. გაყავს ხალხი, ანუ საგანგაშო ვითარებაა. ორი ჯარისკაცი მოგვიკლეს, ხო? თქვენ ითხოვთ და ვალდებული ციყავით, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. ანუ იქიდან მაშინ უნდა გვითხრათ, რომ არავითარი პასუხი არ მქონია და მითხრეს, რომ ეგ არ არის ჩემი საქმე. იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამასთან გქონდათ, რაც მოგვიანებით ვერ გეტყვი. ბატონო მამუკა, მოდით ერთი წუთი სანამ პასუხს გაგცემთ, შევთანხმდეთ მუშაობის წესებზე. ესე იგი, მე არ მგონია, რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ. და მოდით ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით. გისმენთ, რა მოვიქცე ესეთი. ეხლა გუშინ განსაკუთრებით ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მიაყენეს ვინმეს. ერთი ნუ მაწყვეტინებთ. რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მივაყენეთ აქ ვინმეს, რომ აქ არ არის და მადლობა ამისთვის საქართველოს პარლამენტს და მის ადმინისტრაციას ნორმალური პირობები შექმნილი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ და ვისაუბროთ კომფორტულ პირობებში. ამას ვერავინ ვერ იტყვის. გუშინ აი სალაპარაკო ენაზე ვიტყვი. მე ძალიან ბევრი რაღაც როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე. ტონი გავატარე. ტოების ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე. ამიტომ მოდით ახლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ. თუ მობძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს პირველ რიგში. გასაგებია? გისმენთ, კი. რა გინდათ ვერ გავიგე. რა მინდა და ეხლა დაგისვავთ კითხვას და უპასუხეთ და გისვამენა კითხვებს. და აქ არც ერთი ის არ გეგონოთ ისა რბილად ვიტყვი და ბოდიშ უხდი აქ წევრებს. თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე რა. წერტილი. ესე იგი, ჩვენ ვამბობდით რას? რომ როდესაც თქვენ სიტყვებს ვიმეორებ და მე ხლა არ მინდა და თუ გნებავთ ამოვწევ და ჩანაწერს გაჩვენებთ, სადაც თქვენ ამბობთ დამიბაროს ქართულმა ოცნებამ და ვისაუბრებ ხარვეზებზე. აი დაგიბარეთ და ისაუბრე ხარვეზებზე. გაგაინტერესებთ და ტონს დაუწიე და ეხლა მე აუწევ ტონს. გისმენთ. და დაუბრუნდეთ თქვენობით ლაპარაკს და მშვიდ საუბარს. გისმენთ. მომინდომეს აქ ბიჭურად საუბარი. ერთმამ და მეორემ კიდე. ბოდიშ უხდი საზოგადოებას. ესე იგი, თქვენ 1 აგვისტოს უკვე ხედავთ, რომ ევაკუაციას მეორე მხარე ახორციელებს. თქვენვეთ ბრძანეთ, რომ 3 აგვისტოს უკვე იყო ინციდენტები და ცეცხლიც, ეს თქვენი სიტყვებია. და 6 აგვისტოს ყველას ერთად გვემართება ის უბედურება, რომ 2 ქართველი ჯარისკაცი არის დაღუპული საგუშაგოზე. თქვენ გადაეცით თქვენი პირდაპირი მოვალეობა, ეს ვიცით და თქვენც დაგვიდასტურეთ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაზე იზრუნოთ და ვინაიდან ეს თქვენი მოვალეობაა, თქვენ გენერალური გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს გენერალ გუგავას გადაეცით, რომ დაძაბულია ვითარება და ვიზრუნოთ მოქალაქეების ევაკუაციაზეო თუ რაზეო. აი ეს არის კითხვა.
თუ ასეთი გადაცემა ინფორმაციის არ გაგიკეთებიათ? გავაკეთე ესეთი ინფორმაცია და რომელ დღეს? ნუ ეს არის რაღაც უკვე 7 რიცხვი არის. თუ ასწრები 7 რიცხვი. 7 რიცხვის მასმერე რაც სააკაშვილს დაშორდით გორში თუ მანამდე? დავშორდი. მასმერე, ანუ დღის მეორე ნახევარში 7-ში. სრუჩვენების შესახებ გაგაფრთხილეთ მე მგონი, ხო? კი. გადაეცით. რა გიპასუხა ძაზა გოგავამ ეს რო უთხარით? დეტალები არ მახსოვს ხა, ნუ ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ, რომ ეს არ მოხდეს. და ზომები რა დაგისახათ? სიტუაცია ცეცხლი გადაიზარდოს. მე ფაქტიურად რასაც თქვენ მეკითხებით, უბრალო კითხვა არის ძალიან პოზიცია ამაზე რო ხა ის მომიწია, მაგრამ 1 აგვისტოდან ვეუბნები რომ იზაბება ურთულესი სიტუაცია აქვს მოსახლეობას, ნიქოში უკვე სახლები იწვის, მონიტორინგის დასკვნების იგზავნება ქალბატონთია და ამ შემთხვევაში უკვე ის არის მოხსენებით რეჟიმში ვარ, რასაც თქვენ მეუბნებით თუ გინდა თუ არა 7-ში ზუსტად არ მახსოვს და მაგიტომ ჩასწრებას ვაკეთებ რომ პირველი რიცხვიდან დეტალურად, აი თუ შეიძლება ითქვას თითო გამოსროლაზე ვაყენებ საქმის ყურში, მისი მხრიდან არის პასუხი რომ ყველაფერი გააკეთე რომ დაშოშმინდეს, ჩასხრეს. ეს გასაგებია. ეს არის სამხედრო მიმართულება. სიტუაციის ჩაცხრობა. მაგრამ მე გეკითხებით სხვა რაღაცას. თქვენ სამოქალაქო მოსახლეობაზე აქ იგულისხმება ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სოფელში, სხვანაირად როგორ ახსნა. ქალი, კაცი, ბავშვი, შშმ პირი, ყველა მოხუცი, ქალი, კაცი, ყველა ბავშვი. რანაირად ახსნა სხვანაირად? არა, მესმის. მათ შორის დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომლები ქუთაში. ისიც ხო თქვენი საზრუნავი იყო, ვისი საზრუნავი იყო? არა, მაგრამ ოსი მოსახლეობაც. ოსი მოსახლეობა, ყველა გლეხი, ქალი, კაცი, ყველას გულისხმობ ეთნიკურად. მე არ მithქვამს მარტო ქართველები მეთქი, მე ვთქვი სოფელში მცხოვრები პირი. ეხლა სად და იმ რეგიონში ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ შერეული ოჯახები იყო, უმრავლესობა მათგანი იყო შერეული ოჯახი. ამიტომ იქ ეთნოს არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ჩვენიანი იყო მოქალაქე. თქვენ ამ ხალხზე იქონიეთ თუ არა საუბარი ვინმესთან? გენერალ გოგოვასთან. 7-ში. მას მერე რაც დატოვეთ სააკაშვილს. პირველში, 6-ში. მან აქ რომ შემობძანით მოგცათ უფლება ყველაფერი მე დამაბრალეო თუ როგორ ხდება? არა, რას ქვია დამაბრალე? სამხედრო ერაქიულად თორმა სამხედრო პირმა რომ მაინც მაიძულებთ რომ აი სხვანაირად გელაპარაკოთ, არ მინდოდა. არა, ვარდებულება იყო ქალბატონთია ის ჩემი, უნდა სამხედრო ვარ და უშუალოდ ჩამეყენებინა საქმის ყურში. თქვენ ეხლა ჩვენ კიდევ ატყობთ, დიდი დრო დაგჭირდება თქვენზე დასახარჯად და ამიტომ ომში ნამყოფმა კაცებმა ჩემზე მეტად მოთოკეთ ნერვები რა. კი ბატონო. თავარსარდას რო შეხვდით უკვე თქვენ 7-ში ხდებით და არეუნებით ამას რომ მოსახლეობას მას არ უზიარებთ პირდაპირ გაერთიანებულ შტაბს მიაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალია, რომელიც არა მარტო უმაღლესი მთავარსარდალია, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირია, არის პრეზიდენტი. მას არ უთხარით რომ ასე ხდება, შეიძლება მოხდეს ესკალაცია, შეიძლება დაიწყოს ომი და ამ ჩვენ მოსახლეობას რას უშვებით? არ ქონიათ ამაზე საუბარი, პირდაპირ ქონდათ კონტაქტი და ყველაზე ახლო გზა ეს იყო თუ მანამდე თქვენ ვერ შეამჩნიეთ რომ ამაზე ვინმე ზრუნავდა და ფიქრობდა. უშუალოდ როცა ვნახე მოხსენება გაუკეთეთ, დავხვდი და დავიძარით მე უკვე ქალბატონთი ამას თქვა როგორი ნაბიჯები დადიოდა და მე კონტაქტი მე შეგით არ მქონია იქ ოთახში იყო ის სურათის ამბავი იცით და გამოვიდა და მე მაგის ის არ მქონია. მოკლედ ეს კაცი ჩამოვიდა პიარისთვის იქ თქვენ არ ვერ მოახერხეთ ამას ამბობთ ხო ბატონი ალეკოს შეკითხვაზე ვერ მოახერხეთ სააკაშვილთან საუბარი ვერ მოახერხეთ მოგესალმათ მაინც სამხედრო წესით მოგესალმათ მაგრამ არა უფრო მეტი ხომ გასაუბრება მოხსენება ან რა დღეში ვართ, რა სჭირს ჩვენ სამშობლოს, რა ხდება, მითხარი მამუკა, ასეთი საუბარი არ ყოფილა. არც სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარი, დიალოგი არ შემდგარა. მისგან ეს ინიციატივა არ ყოფილა.
არ ყოფილა მე არ მქონდა მაგის შესაძლებლობა მე მქონდა მე თქვი რა რას არ მინდა ახლა კიდე დაუბრუნდები ჩემს ორდღიან სტილს რაგი ესე იგი ამის საშუალება არ მოგცათ მაგრამ რომ მოეცა ამის საშუალება თქვენ რის მოსახსენებლად იყავით მასთან მისული რისი თქმა გინდოდათ რას ვისურვებდი რომ თქვა ხო რას ალბათ ადარიგიო დაგვიჭირა რისთვის ამ სიტუაციას ასე თქვენ გულისხმობთ და შესაძლებელი იქნებოდა თქვა მიმდებარე სოფლიო თვითონ იქ ვერ შეძლო კონფლიქტის ზონაში ჭირდებოდა თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილება ქაბატონთეა ევაკუაციასთან დაკავშირებით მიმდებარე სოფლიოთან ჩემს სულს ამას ეტყოდით თუ მოგცემდათ ამის საშუალებას მაგრამ ბატონი ალეკო აგბრძანდება ჩემი კოლეგები აქ არიან და თქვენ მით უმეტეს აგბრძანდებით და მითხარით უბრალოდ მოკვდავ ადამიანს ქალს ასეთ სიტუაციაში როცა თქვენ უკვე გაქვთ კონკრეტული ფაქტები და ანალიზის საშუალება თქვენზე მეტი ანალიზი სააკაშვილის გორში მოდით ასე ვთქვათ ამ წუთში არ შეეძლო ქონოდა გორში კი არა ავნებში არ შეეძლო ქონოდა გინდა ცხინვალში არ არის შესაძლებელი როცა სამშობლოს საფრთხეა რომ თქვენ აკრძალულია სამხედრო წესით რომ თქვენ გამოიჩინოთ ინიციატივა და უთხრათ რომ გთხოვთ უმაღლესო მთავარსარდალო მომცეთ საშუალება მოგახსენოთ ეს აკრძალულია სამხედრო წესში რა თქმა უნდა არ არის აკრძალული მაგრამ თვითონ სიტუაციიდან გამომდინარე და არ ცადეთ პროაქტიულად რომ მომეცით თუ შეიძლება საშუალება მოგახსენოთ არ გამოიჩინეთ ეს ინიციატივა ამ ქონია მაგის შესაძლებლობა რატომ აი მოგვიყევით იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა გარსეხვია იმიტომ რომ აი მოგვიყევით ძალიან ისეთი კადრებში ჩანს მათ რომ აი ვერც მე არ ჩავა საერთოდ ისეთი არ ვიცი ექიმები ადგილობრივი ჩინოვნიკები აი რაღაც ჯგუფი დატრიალდა ანუ თქვენ დაგრჩათ განცდა რომ მას არც აინტერესებდა თქვენ რო იქ იყავით მე ხა მაგას როგორ ვიტყვი იმას რა განცდა აქვს მე ვფიქრობ რომ განცდა თქვენ რა დაგრჩათ მე რომ სადღაც მოდით აი ესე გეტყვი დღიათ რა 2010 წლიდან და მე 12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ვარ ხელისუფლებაში 12 წლის 25 ოქტომბრიდან ყველა თათბირი და შეხვედრა შემიძლია გითხრათ სად დამრჩა განცდა რომ სადაც ვიყავი იქ ვაინტერესებდი ვიღაცას რო ვიყავი და სადაც რო ვიყავი არ ვაინტერესებდი გინდყოფილ არ გინდა რა თარიღებით გეტყვით ყველას გვაქვს ადამიანები ვართ პირადი განცდა რომ ზივარ აქ მაგრამ მგონი არ ვარ საჭირო არ გაქვთ ასეთი განცდა ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანს განცდა ქონდეს მადლობა ღმერთს უფრო ხშირად გვაქვს განცდა რომ დაგვიძახეს და ვარ საჭირო მაგრამ ეს ადამიანებს შორის ურთიერთობებია გეკითხებით მარტივად გქონდათ თუ არა განცდა რომ თქვენი იქ ყოფნა სააკაშვილს საერთოდ არ აინტერესებდა თუ რატო არ აინტერესებდა ამას ჩვენ მე შევაფასებთ არა ეგეთი განცდა არ მქონდა რომ ჩემი ყოფნა იქ საერთოდ არ აინტერესებდა რა თქვია მაგრამ გქონდა განცდა იმისი რომ უფრო მეტი დრო რომ გამონჩენოდა ეს უკმაყოფილების ის გქონდა დაგრჩათ უკმაყოფილების განცდა ამის შესახებ თუ შეატყობინეთ იმას ვინც როგორც თქვენ ამბობთ ბრძანება მოგცათ რომ დახვდი უმაღლეს მთავარსარდალს არა არ მithქვია რატომ იმიტომ სხვა საზრუნავი მქონდა მაშინ ხოდოთია იქ ისეთი დაძაბული არ უთხარი ძაზაგოგავას რომ ეს რა დამემართა ვიცი რომ იქ მოქალაქეები თქვენი ამ დროს ჯერ კიდე თუ თქვენს ნარატივს დაუჯერებთ და გჯერა თქვენ ჯერ კიდევ ხართ თქვენი ცენტრალური მიმართულება ჯერ არ არის თქვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის სამშვიდობო ფუნქცია ხო ასეა ხო ჯერ არა გაქვთ შეცვლილი ფუნქცია სამშვიდობო ფუნქცია რო გაქვთ ასეთი რაღაც დაგემართათ რომ უამრავი რაღაც გაქვთ სათქმელი უმაღლესი მთავარსარდლისთვის რომელიც ამის საშუალებას არ გაძლევთ თქვენ თავს ამის უფლებას არ აძლევთ რომ მიმართოთ სამხედრო წესით თუ სამოქალაქო წესით ამის საშუალებას არ აძლევთ თქვენ თავს და ეს კაცი როგორც შემოირბინა ისე გაირბინა და გაიქცა გადაიღო სურათები და თქვენ არეუბნებით გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს რომ აი ესეთი რაღაცა მოხდა და ეხლა რას მიბრძანებთ არ აკეთებთ ამას
იმ წუთში გადამივიდა რაღაც სხვა გამოწვევები იყო სადაც გადაგივარდათ გონებიდან და სხვა გამოწვევები იყო რა გამოწვევები იყო რამაც მოქალაქეებზე ზრუნვა გადაიყვანა მეორე პლანზე მოქალაქეებზე ზრუნვა იყო ზუსტად იმიტომ რომ კიდე სროლები იყო და კიდე დავიძარი წავედი იქითკენ კარგი ბატონი სოზარი გააგრძელებს და მე დაგიბრუნდებთ კი ბატონო საომარი ოპერაციები როდის დაიწყო შვიდიდან რის ღამეს თქვენ ინტერვიუ მაქვს წინ 2013 წლის 4 ივლისს მიცემული საომარი ოპერაციები 1 აგვისტოდან დაიწყო რას გულისხმობთ აი დაზაბულობებს ავსთქვი რომელიც უჩვეულე იყო და ამაზე მნიშვნელოვანი რამე გქონდათ რომ ეს გეთქვათ ან შტაბის უფროსისთვის რომელიც ახლა უკანა ოთახში გელოდებათ ან თავარსარდლისთვის ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არსებობდა რომ საომარი ოპერაციები პირველშია დაწყებული თქვენ ამბობთ ადამიანები კვდებიან და თქვენ ისე გახვედით რომ რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი საქმე იყო მოხსენებები გაგზავნილი მაგასთან დაკავშირებით მოხსენება უნდა გააკეთოთ აკაც საგამოძიებო კომისია და გითხარით რა იყო ამაზე მნიშვნელოვანი საქმე გაგზავნილი მაქვს მოხსენებები აბსოლუტურად ყველა რეაგირება რა გიწერიათ იმ მოხსენებებში მაშინ მითხარით თვითო გამოსროლა თვითო მონიტორინგის დასკვნა რომელიც შეიქმნა OBS-ის დასკვნები გადაგზავნილი იყო ვაყენებდი შტაბის საქმის კურსში იმის საშუალება მეტი აღარ მომეცა რომ დავლაპარაკებოდი შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე კი ბატონო აი კიდევ იმას ვუბრუნდები თავარსარდალი იქ არის გენერალური შტაბის უფროსი იქ არის რომელიც ახლა უკანა ოთახში გელოდებათ და თქვენ ამბობთ იცით რომ 1 აგვისტოს საომარი ოპერაციები თქვენი სიტყვები საომარი ოპერაციები უკვე დაწყებულია მსხვერპლი გვაქვს და ამას არ ახსენებთ გუშინ ბატონი გოგავა გვეუბნებოდა რომ შვიდამდე ჩვენ წარმოდგენა არ გქონდა რომ რამე საფრთხე არსებობდა შეიძლება ომი დაწყებულიყო ამ დროს თქვენ ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ვინც უნდა იყოს იქ ადგილზე ამბობთ რომ პირველში უკვე დაწყებული იყო საომარი ოპერაციები და ასეთი აცდენა როგორ შეიძლება იყოს შტაბის უფროს მთავარსარდალსა და თქვენს შორის რომელიც ადგილზე იყო ყოველდღიური რუტინა ჩემი იქ რაც ხდებოდა მარტო 1 აგვისტო არ იყო ბატონო სუდარი იქ იყო მანამდე სროლები ძალიან ხშირი იყო სროლები ნუ ოპერაციები ჩემი ყოველდღიური საომარი ოპერაციები ყოფილა დაწყებული საომარი ოპერაციები იმათი მხრიდან იყო დაწყებული სწავლება ჩაატარეს და ჩანდა ტელევიზორში მოსაგებია და ამას არ ახსენებთ მეთქი ამას გეუბნებით რომ იმას დაიწყეს უშუალო ვახსენებდი როცა იზაბებოდა სიტუაცია ყოველდღიური წესით აკეთებდი მოხსენებას თქვენ რომ იმ მომენტში მოგეხსენებინათ თავარსარდლისთვის რომ ხალხის ევაკუაციაა სასწრაფოდ საჭირო უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა თუ უფრო ნაკლები მოსახლეობის აი რომ გადაგებიჯებინათ იმ მომენტისთვის თავი და პასუხისმგებლობით მოკიდებოდით უფრო მეტით და გეთქვათ რომ ბატონო მთავარსარდალო ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და დღესვე უნდა დავიწყოთ ხალხის ევაკუაცია მაგ მომენტში უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები თქვენი აზრით იქიდან ევაკუაციას ვერ გავაკეთებდით როგორ ევაკუაცია არ გაკეთდებოდა სვეპლი იგივე იქნებოდა ესე იგი არაფერი არ შეიცვლებოდა ეს რომ უფრო ადრე დაგეყენებინათ ეს საკითხი სვეპლი იგივე იქნებოდა ადგილობრივ მოსახლეობაში სვეპლი კონფლიქტის ზონაში შიგნით არის ევაკუაცია ადამიანების უფრო ადრე რომ მოგეხდინათ უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები დაზარალდებოდა მაგრამ დახოცილები არიან ხეობაში იქით არის აი ცხინვალის იქით არის გესმით აი ამარაშენი ქურთა აჩაბეთი და იქ არის ერთი სასიცოცხლო გზა ეს არის წვერიახოზე მესმის მაგრამ კითხვა არის ესეთი ხალხის ევაკუაცია უფრო ხო ლოგიკურია ეს მადლობა ბატონო მამუკა, ესე იგი მე თუ სწორად მომესმა, რაც ბატონმა ილიამ კითხათ იმის პასუხად, თქვენ თქვით რომც მე თქვა ევაკუაცია არ გაკეთდებოდაო, სწორად გავიგე? დიახ, იმიტომ რომ თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილება ჭირდებოდა, უნდა მოეწვიათ. იაკობაშვილი იყო მაშინ თანათავმჯდომარე, ჩამოძალებული იყო ცხინვალში, მოეწვიათ თათბირი და საერთო გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომ ესეთი აღონიზება ჩატარებულიყო. თანათავმჯდომარეები კიდე ვინ იყვნენ? თანა ნიშნავს, რომ კიდე იყო სხვაც. რუსეთის მხრიდან იყო პაპოვი, აქედან ჩოჩიევი ყავდათ. სამხრივ ფორმატზე ვსაუბრობთ ამ წუთში, ხო, რასაც თქვენ ამბობთ.
და თუ იმ ხარეს სამხრივი ფორმატი არ დაჭირდა იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა, ჩვენ რატო დავისაჭიროეთ სამხრივი ფორმატი? თუ ეს ახლა უცბად სპონტანურად მოიფიქრეთ. მათ მაგის ფუფუნება ქონდა, ჩვენ არ ქონდა მაგის ფუფუნება. არ გვაძლევდა მაგის საშუალებას, იმიტომ რომ ეს მერიკის რის საშუალებას არ გაძლევდათ არავინ. ზონაში რო შესულიყავი თქვა, აი იგივე მერიკის საგუშაგო გაგეულო წიზისიდან ასულიყავი ერეთში, გადასულიყავი კოლონიით. ორგანიზებული გამოსვლა ჩაგეტარებინა ამის საშუალებას არ მოგცემდნენ და ეს იქნებოდა როგორც ომის დაწყება, ისი აქმული და ამ სიტუაციაში ეს პასუხი თქვენ ახლა მოიფიქრეთ თუ მაშინ ითქვა? ეს იმ რეალობიდან გამომდინარე იყო ერთი თანათავმჯდომარეები ჭირდება ყველა გადაწყვეტილება საგუშაგო სხვა რაღაცა გითხეთ ბანო მამუკა ეს თქვენ ახლა მოიფიქრეთ ეს პასუხი თუ მაშინ ეს იყო პასუხი რატომ არ მოხდებოდა ევაკუაცია ვინმე მგითხრათ რომ ახლა სად ეძებოთ თემური იაკობაშვილი სიტყვაზე ვამბობ როდის შეიკრიბება სამხრივი ფორმატი იყოს ის მოქალაქე იქ და დაველოდოთ რა მოხდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნდა მოეწვიათ თემური იაკობაშვილი უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში შიგ-ცხინვალში და ჩაენიშნა აუცილებლად კიდევ ერთხელ გიმეორებთ ეს ახლა მოიფიქრეთ კითხვაზე გცემთ პასუხს ხო და ახლა მოიფიქრეთ თუ მაშინ იყო განხილვა არ ყოფილა შემთხვევისთან უნდა გამეხილვა ეს თქვენი აზრია დიახ რომელიც ახლა მოიფიქრეთ ახლა მოიფიქრეთ იაკობაშვილი ხშირად დადიოდა იქ? არა. ანუ არ იყო მისი მოვალეობა იქ ყოფნა? კი. და რამდენჯერ გყავთ ნახი, რაც იაკობაშვილი მინისტრი იყო ამ შერიგების საკითხებში? ერთხელ. ანუ ერთხელ ჩამოვიდა რამდენი ხნის განმავლობაში? რამდენი ხნის დანიშნული იყო? შეიძლება ჩამოდიოდა მაშინ აპარატს ხო იქნებ მოგვაწოდოთ ზუსტად რო საიდან სანამდე იყო დანიშნული რომ გავახმოვანოთ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი რომლის მოვალეობა იყო რომ იქ ყოფილიყო დღე და ღამე ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში თუმცა კარგად გვახსოვს მისი განცხადებები SKK და არავითარი SKK არ იქნებაო და რამდენი დამაზიანებელი იყო თქვენი აზრით ეს განცხადება ბატონო კატასტროფული დამაზიანებელი ბატონო ეს გამუჩათაგდების ტონს ატარებს და ყოველთ მიუღება რამაც გაგირთულათ ალბათ ადგილზე რომელი რიცხვი იყო ეს განცხადება ხო არ გახსოვთ ეგ რიცხვი იყო ბატონო 7 რიცხვი იყო თქვას 7-ში ანუ სანამ თავარსარდალი გასცემს ბრძანებას რომ საცეცხლე წერტილები ჩააქრეთ მანამდე ეს განცხადება გაკეთებული აქვს რეალურად ამბობს რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნებაო ამას ამბობს მინისტრის შერიგების საკითხებში ხო თუ როგორც ურავი პასუხი აქვს ეს რას ნიშნავს ეს არის მასხათ აუჩათაგდება ძალიან დავაზუსტოთ ეს SKK ზუსტად როგორი შიფრება საკონტროლო კომისია რომელიც არის ფორმატით შექმნილი ეს არის მოსკოვის და დაგამისის ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილი სადაც მხარეებს თანათავმჯდომარეები ყავთ გამოყოფილი და ის არის უზენაესი საბუთი იქ ადგილზე რომელიც მიიღება მათ გარეშე წარმოუდგენელი არის ანუ პრაქტიკულად სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ამბობს რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნება, არანაირი კომისია აღარ იარსებებს და დღეიდან მე ვარ რაც ავარ და თან ამას აკეთებს ისეთი სიტყვებით, რითაც როგორც თქვენ ბრძანეთ, აბუჩად იქნებს იმ მასში გაერთიანებულ ადამიანებსაც და თვითონ ფორმატის უკან ვინც დგანან იმ სახელმწიფოებსაც. ეს ხო არ იყო ქართულ-ოსური, ქართულ-რუსული რაღაც ეგეთი ფორმატი, ხო? გეთანხმებით, კი, ძალიან დამაზიანებელი არის, როცა როგორ გითხათ ბატონო, ძალიან სენსიტივი და საფრთხილო აი ყველა სიტყვას მოზომილად უფრთხილდები მაგ დროს რო ცდილობ რომ რაღაცა შეხების წერტილები მოძებნო რომ დააშორო მხარეები ჩემთვის დამანგრეველი იყო ნუ ფაქტი. კი ბატონო, გეთანხმებით, იმიტომ რომ ნუ აი ეს ადამიანები არ უფრთხილდებოდნენ სამწუხაროდ ჩვენ სამშობლოს და ჩვენს მოსახლეობას ეს დასკვნა არ აქედან. და ამ SKK-ს მოწვევის იმედი გქონდათ თქვენ? არ გქონდათ უბრალოდ. ეფექტურობის მისაღებად აუცილებელი იყო კარგი. კარგი, ბატონო ალიკო. ხა უფრო ბატონო მამუკასთან არა, მაგრამ ბატონო სოზარ ალბათ შეიძლება იაკობაშვილიც მაგ დროს იყო შვებულებაში. იმიტომ რომ რაც ჩვენ ამ კომისიის ხდომებიდან გავიგეთ 1 აგვისტოდან და აგერ გვიდასტურებს 1 აგვისტოდან ხო იქ საომარი მოქმედება და საომარი მდგომარეობა იყო. ამ დროს შვებულებაშია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი
შეგულებაშია გუში როგორც გითხრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შეგულებაში არიან გარკვეული თანამდებობის პირები და აქ კიდე ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა და გვაქვს ესეთი უბედურება და იაკობაშვილიც ალბათ შეგულებაში იყო ეს საზოგადოებისთვის ბევრია კიდე შეგულება დავაზუსტებ 2000 ამ სოლში მომაწოდეს 2008 წლის 31 იანვრიდან არის დანიშნული ბატონი თემურ იაკობაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში. ანუ ესე 7 თვის განმავლობაში ადამიანი ჩავიდა ერთხელ კონფლიქტის ზონაში და გააკეთა განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად ცელი გამოუსვა ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს. ბატონო მამუკა, აქ უბრალოდ საზოგადოებისთვის და წევრებისთვისაც და თქვენ შეგახსენებთ, რომ თქვენ როდესაც ერთხელ უკვე გამოცხადდით ამ